გამარჯობა პატრიცემულ საზოგადოებამ, ეთერშია ერი მედია, გადაცემით თვალსაწიერი და შოტიკო გლურჯიძე, ერეკლე ხიტალიშვილი და მე გავივლით როგორც გჩვევია ახალ ამბებს საქართველოსი და საერთაშორისო არენის და მე გვეყოლება სტუმარი შოტიკო გამარჯობა, ერეკლე გამარჯობა. გამარჯობა. ლევანი სხვათა შორის ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ამბები სულ მეტად უინტერესო ხდება და ეს რაღაცა ტენდენცია შეიმჩნევა, რომ რაღაცა თითქოს გამორთულია ჩვენი ქვეყანა და არაფერი საინტერესო პოლიტიკაშიც და ესე არ ხდება. არც კულტურაში, რის ნიშანია ეს? არ ვიცი, აი მომაკვდავი იდეოლოგიის და სახელმწიფოებრიობის ფორმის ხო არა? ხო, მე მგონია რაღაცა შენი დასმული დიაგნოზი მართლდება. ნელ-ნელა ხდება ნეკროზი. მაინც დავიწყოთ და ძალიან სამწუხაროა. ხო. გავიაროთ, აბა რა ხდება ჩვენ სამშობლოში. საქართველოში არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ეს ამბები თემურ ალასანიას განცხადება და მართველი გუნდის პასუხი. თემურ ალასანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები და ერთ-ერთი ცუდი თვისებაა, როდესაც ვამბობთ, რომ აფხაზეთს და ოსეთს დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით, მე ვციტირებ ახლა თემურ ალასანიას სიტყვებს, რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე, სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება, შევულოცოთ ახლა ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს და ვთქვათ ფუი ეშმაკს და ჩვენ ამით აფხაზეთი არ დაგვიბრუნდებაო. თემას პოლიტიკური გამოხმაურებებიც მოყვა, მართველი გუნდის შეფასებით თემურ ალასანიას განცხადება არის დასტური თუ რასურთ რეალურად ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას. მან აღნიშნა, რომ ქართულ ცნებაში აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლობაა, რასაც მოსახლეობის ნაწილი საკმაოდ მწვავედ აღიქვამს. მე აი ნეკროზზე როცა ვსაუბრობ, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, როდესაც პაციენტს პულსი არ ესინჯება და მას უნდა რომ რაღაცა აქტივობა გამოიჩინოს, თითქოს რაღაცა ახალი რამე თქვა და ეს პრინციპში ეს დისკურსი გაუთავებელია რა. და ამითი სპეკულირება ამ აფხაზეთის თემით, რომელიც ძალიან მწვავე თემაა, რა თქმა უნდა, და უმძიმესი დარტყმაა ხო ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? და მუდმივი სპეკულაცია ხდება. გინდა იმით, რომ მეორე ნაწილი იძახის, რომ ეს ომის პარტიაა და ჩვენ ვართ, ესე იგი, მშვიდობის მტრედები და ეს მეორე ნაწილი, ესე იგი, ამით სარგებლობს და ამათ ფარჩაკებს ეძახის და იძახის, რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს. რეალობა ეს არის, რომ ნაბიჯს არავინ არ დგავს და ეს მხოლოდ არის რაღაცა ხმაური ამ ხმაურისთვის და იმისთვის, რომ კიდე ერთხელ ესე იგი შეახსენონ თავი, რომ თითქოს ცოცხლები არიან, ეს ცოცხალმკვდრები რა. მე ეგეთი შთაბეჭდილება მაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რეალური ნაბიჯი მე ვერანაირი ვერ ვნახე. გინ მოლაპარაკებისა იყოს და გინ თუ გინდა მილიტარიზაციის საქართველოს. ხო, ეს ნაბიჯები არ იდგმება. მე მგონია, რომ საერთოდ უნდა აიგზავნოს ამ თემაზე საუბარი, თუ რეალური ნაბიჯები არ გაკეთება, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მართლა ძიმეთ არიან დაზიანებული ამ თემით და ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ელოდებიან, რომ რაღაცა პოზიტიური მოხდება, რაღაც ძვრა იქნება, იმათ კიდე უფრო უმწვავებენ ამ განცდას, რომ ეს გადაუწყვეტელი საკითხია და მე მგონია და შენც ესე ფიქრობ, მე მგონია, რომ ეს გადაუწყვეტელი საკითხი არ არის. და თუ მთელი ერი მართლა დილიდან ღამემდე იფიქრებს და გაიღვიძებს და იშრომებს იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, ეს გამოვა. ყოველდღე უნდა დავსვათ, ჩვენ თავს დავსვათ კითხვა, რომ დღეს რა გავაკეთე ამისთვის და ვიშრომოთ, ვისწავლოთ, ვიღოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაღაცა იდეა იყოს იმისი, რომ ეს მართლა გააკეთდეს და დაბრუნდეს და გააწყდეს ეს პრობლემა. გზები სხვა შეიძლება იყოს. მე ეგრე ვფიქრობ.
მე მოკლედ ვიტყვი რა, ეხლა ჯერ ერთი მიშა ალასანიას მიშა სააკაშვილის ბიძა, რომელიც თავის კარიერის დასაწყისში იყო კგბ-ს მაღალჩინოსანი გენერალი თუ არ ვცდები. და მანამდე იყო საბჭოთა კავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი კანადაში, რომელსაც ისეთი უნამუშობები აქვს ჩადენილი, სანამ კანადაში გაუშვებდა მამამისი, რომ აქ მე არც მოვყვები რა. და ეგეთი ბიოგრაფიის ადამიანი, როდესაც რაღაცას იძახის, ნუ მე მგონი ჩვენი კომენტარის ღირსიც არ არის, ერთადერთი მარტო იმიტომ ვაძლევ პასუხს აქედან, რომ ის მკრეხელობს ყველაფერთან ერთად, ანუ მას არ ყოფნის უკიდურესად ცინიკური მოღალატეობა ყველაფრის, სადაც ის იყო, სადაც მან გაიარა და კიდევ თავს ესხმის ჩვენ სარწმუნოებას და დასცინის წმინდათა წმინდას, როდესაც აკეთებს ეგრეთ წოდებულ mockings, ანუ გაცინვას, თქვათ, ისეთი საკრალური და წმინდათა წმინდა ქმედებებისა, როგორიც არის ლოცვა, სანთლით დგომა, კმევა და უფლისდამი მიმართვა. და ეს იმდენად სახიფათო რამეა, რასაც ეგ არა ადამიანი აკეთებს, რომ მე შემიძლია რომ მხოლოდ ვუსურვო რომ ღმერთმა უშველოს. იმიტომ რომ ეგ უკვე ერთია როცა შენ აკეზებ შენს ყოფილ სამშობლოს, რომელსაც ყველაფერში უღალატე, რომელსაც დიშვილი გაუზარდე, რომელმაც მოწამლა და გაანადგურა თაობის ნაწილი, როდესაც ხარ სულით ხორცამდე დამპალი კორუმპირებული ქმნილება, ცინიკური მშიშარა, მხდალი, მოღალატე, ყველაფერი ერთდროულად. და როდესაც შენ აი ამ თეატრის ერთ-ერთი მეორე მესამე ხარისხოვანი მსახიობი ხარ, რომელსაც კოცები და ნაცები გვთავაზობენ უკვე ამდენი წელია, ეს ტომი და ჯერის დრამატურგია, რომელსაც წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ, ხო? და შენ რო კულისებით ან რაღაცას ესეც კადრულობ, რომ დასწინო ქართველთა მრწამს, სარწმუნოებას, ეკლესიურობას. ნუ შენ არაფრის ღირსი არ ახარ რა, უბრალოდ გიშველოს ღმერთმა და მე არ ამგონია, რომ ამ გადაცემაში ეგეთ რაღაცებზე დროს უნდა ვხარჯავდეთ საერთოდ რა. ამიტომ მოდი გავაგრძელოთ და იქნება უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვილაპარაკოთ. არ ვიცი, რამდენად უფრო საინტერესო იქნება ეს ამბავი. პარტია ლელომ პარლამენტში 9 პუნქტიანი გეგმა შეიტანა, რომლის მიხედვითაც საქართველოს რუსეთს გარკვეული სახის სანქციები უნდა დაუწესოს. მანამდე პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს განსახილველად წარედგინა 9 პუნქტიანი გეგმა საქართველოს დაცვის აქტი, რომელიც მისი თქმით უზრუნველყოფს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას. ლელოს ინიციატივა მათ შორის ითვალისწინებს სავიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლის აკრძალვას. ლელოში მიაჩნიათ, რომ დღევანდელი მოცემულობით საუკეთესო გამოსავალი საქართველოს სრული შეერთებაა ევროკავშირის სანქციებთან. ოპოზიციური პარტია დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შემუშავებულ აქტს პრორუსული ხელისუფლების მხარდაჭერა არ ექნება, ამის მიუხედავად მათ ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვთ. მმართველ გუნდში რადიკალურ ოპოზიციასა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, ასევე ლოკალურ ომის პარტიას უწოდებენ. ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები ლელო საქართველოსთვის, საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი მეტი თავისუფლება და დროა. კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება ზიანს მოუტანს ქართულ და არა რუსულ ეკონომიკას. ამ ყველაფრის პარალელურად საინტერესოა, რომ ევროკომისიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-12 პაკეტი უკვე ოფიციალურად წარადგინა და ახლა ის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საბოლოო დასტურის მიღების მოლოდინშია.
ამასთან თბილისის მერმა კახა კალაძემ საერთაშორისო სანქციებზე და მასში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე პასუხისას მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სანქციებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ უერთდება და ეს დამოკიდებულება კვლავაც უცვლელი რჩება. მოიცე ეს კიდე ერთი იგივე ტიპის განცხადებაა რა, როგორც წინა განცხადება იყო, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ წარმოაჩინოს, რომ ესენი არსებობენ და რაღაცას აკეთებენ. ეს ხო აბსოლუტურად ფუჭი განცხადებაა. რა სანქცია უნდა დაუწესოს საქართველომ, როდესაც მისი ეკონომიკა ჯერ-ერთი ამ უზარმაზარ ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით არის უმცირესი და შეუმჩნეველი და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა არც კი შეეტყობა საერთოდ რო არ ქონდეს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა და 80% თუ არ ვცდები მართლეულის იქიდან შემოდის და საწინააღმდეგო სანქციების დაწესების შემთხვევაში რა მოუვა ეკონომიკას ქართულს. მე ხომ მაგაში ვერ ვერკვევი, მაგრამ მე მგონია, რომ აუცილებლად იქნება სარკისებული სანქცია თუ ჩვენ დავაკეთებთ რამეს ესეც მსგავს. ამას მხოლოდ არანაირი ზიანი არ ექნება ამითი ხო რუსეთის ფედერაციას და მხოლოდ იქნება გამაღიზიანებელი რეალურად ქართულ ცნებაშიც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს. მე ეგრე მგონია, რა ვიცი. შენ უფრო კარგად იცი ლევან და მე მაცოდნა უნდა ღალატის ქრონიკა გრძელდება. მე ძალიან მტკივა, რომ მამუკა აქამდე მივიდა, იმიტომ რომ ვიცნობ მას და ადრე ერთი 10-15 წლის წინ მეგობრობდი მასთან და განცვიფრებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ქვეყნისთვის ესეთი მავნებელი განცხადებები აკეთო. იმიტომ რომ ევროკავშირმა რაც მიიღო რუსეთზე სანქციების დაწესებით, ქევხედავთ. და როგორი კოლოსალური ზარალი მიიღო და როგორი ტალღა მოდის ახლა მთავრობების ცვლილებებისა ამის შედეგად ევროკავშირში და რუსეთი თუ ვიზებს დაუწესებს რუსეთის მოქალაქეებს პირველ რიგში ეს დაარტყავს მილიონამდე ქართველს ვინც რუსეთში ცხოვრობს და დადის სამშობლოში რომ მიხედოს თავის ოჯახს, თავის კუთხეს, თავის სოფელს და ეკონომიკური სანქციების დაწესება იმ სამტრედიასთან რკინიგზის გადაკეტვის არ იყოს თუ ამ 33 წლის განმავლობაში ვერ მივხვდით რა გაგვიკეთა ეგეთმა საქციელმა ხო ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ინდუსტრიას, ჩვენს ბიზნესს თან აქ დისონანსი სწორედ მაგაშია რომ შეკაცო თუ ბანკირად მოგაქვს თავი და ბიზნესმენად და ასე ვთქვათ, ეკონომიკის მესვეურად, ეგეთი რაღაცა საერთოდ როგორ უნდა გინდოდეს, ჩაიხედე შენივე ბანკის შემოსავლების სტრუქტურაში და დაინახავ რის ხარჯზე ცხოვრობს ის ცხოვრობს რუსეთში მცხოვრები ქართველების და იმ ბიზნესმენების ხარჯზე, ვინც ჩამოდიან და საქართველოში სწორედ რუსეთიდან აკეთებენ რაღაცას. ამიტომ ეს არის უკიდურესად ნევიტყოდი ტოქსიკური განცხადება, რომელიც, რა ვიცი, არ ეკადრება რა არავის და მე ძალიან მწუხვარ. საერთოდ რამე კარგს ვინმე ამბობს ამ ჩვენ სამშობლოში თუ ამ გადაცემას უნდა გადავარქვათ საქართველოს ინტერესების ღალატის ქრონიკები. აი რა ხდება, რამე კარგი ხდება თუ აი ესე ვართ. ხო, აი მაგას ვიზახი. ვინმე კარგს დადებიც ეხა ეს სპექტაკლი ამ კოცების მე იმასაც ვესწრებოდი როგორ შექმნა პრაქტიკულად ბიძინას პოლიტიკამ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია ლელოს სახით და ხედავდი ძალიან ახლოდან ამ სურათს არ მინდა ეხა ამ ინტიმურ დეტალებში შევიდე რა ხო და ეს არის რაღაცა ესეთი საოცარი ფასეულობების ღალატის და დეგრადაციის ქრონიკა და იმიტომ რომ მე მამუკას ვიცნობ და ვიცი რომ ამისთვის მე ხალხი მლანძღავს და მაგინებს ზოგჯერ, მაგრამ ადრე მეგობრობდით და რაღაც დადებითი ურთიერთობები ჰქონდა მე აქ თავს შევიკავებ რაღაც ესეთი უფრო მკაცრი განცხადებების გამო ვიტყვი რომ ძალიან მწუხვარ საერთოდ პოლიტიკაში შესulis ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფონი ჩემთვის არის ესეთი პირადი შეხებები რა განსაკუთრებით ადამიანებზე ვისაც ვიცნობ და ყოველთვის ვცდილობ რომ კორექტულობა დავიცვა უბრალოდ როცა ადამიანი თავისივე ხელებით ეხება ჩემი და თავისი შვილების
მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, მის ეკონომიკას, ყველაფერი იმას, რითიც ჩვენ უნდა ვზარდოთ და განვავითაროთ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა. მე არ შემიძლია, იმიტომ რომ ვიღაცას ვიცნობ, გავჩუმდე და გავატარო და უხერხული, ეს უხერხული დუმილი, ხო, ჩვენი თვისება, არაფერი კარგის მომტანი არ არის რა. გამოვედით საზოგადოებრივ ასე ვთქვათ, ასპარესზე რაღაცას ვამბობთ, კეთილი ვინებოთ და ვაგოთ პასუხი იმაზე, რასაც ვიძახით. აი, გააკეთე განცხადება, აი ვაძლევ შეფასებას. დამემტკიცე, რომ რამეში ვცდები აქ, რომ შენ, რომელიც მე არასდროს არ ყოფილ ვარ კომკავშირის მაღალჩინოსანი ფუნქციონერი საბჭოთა კავშირში უბრალოდ ცხოვრებივით შეყვარეს ერთ ოთახში და როგორც ყველას იღებდნენ კომკავშირში და პიონერებში ისე მიმიღეს და თუ სწორად მახსოვს შენ გპ-ის კომკავშირის მდივანი იყავი, ხო? და მითხარი შენ როგორც კომკავშირის მდივანმა ყოფილმა რას აკეთებ ახლა აქ? ან როგორც ბანკირმა ამიხსენი რას აკეთებ ახლა აქ? როგორ შეიძლება ეს შენი განცხადება გამოადგეს საქართველოს ეკონომიკას, შენს ბანკს და ყველაფერი იმას, რის მშენებლობასაც ჩვენ ვცდილობთ, აი ამ რაღაცა მატარებლის ლიანდაგებიდან ჩამოგდების გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად. და რას გაძლევენ მამუკა ამის სანაცვლოდ? რად გიღირს ესეთი მოწოდებები და ეს არა ქვიან როგორ უნდა მიაღწიო იმას, რომ ისეთი განცხადება გააკეთო, რომ ირაკლი კობახიძეც კი რომელმაც თქვა, რომ მე არ ვიცი ეროვნული ცნობიერება რა არის და ეგ საერთოდ ძალიან სახიფათო რამე არისო, ირაკლი კობახიძეც კი შენთან შედარებით ეროვნული აზროვნების ადამიანად გამოაჩინა. აი რად გიღირს ეს ყველაფერი. ამიტომ მე ძალიან უწუხვარ ვიცნობ შენს ოჯახს, შვილებს და აი არ შევეხები რა. ნუ აკეთებ ესეთ რაღაცებს. ჯობია საერთოდ გაჩვმდე და არ იყო პოლიტიკაში თუ იმისთვის შეხვედი, რომ შენს ქვეყანას ავნო და მოუწოდო შენი ქვეყნის ხელისუფლებას სრულიად თვითდამანგრეველი და მაზოქისტური ქმედებებისაკენ. მე არ ვიცი, მეტი რა ვთქვა, გავაგრძელოთ რა. ძალიან ნაწყენი ვარ ამაზე ყველაფერზე. კარგი, გადავიდეთ უცხოურ ამბებზე, მაშინ ღაზის სექტორთან დაკავშირებით არის სიახლე. ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამასთან შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 დღის განმავლობაში 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ 50 მძევალი გათავისუფლდება. მათივე ცნობით ყოველი დამატებითი 10 მძევლის გათავისუფლება დამატებით 1 დღიან პაუზას გამოიწვევს. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და კატარისა და ეგვიპტის ლიდერებს. შეთანხმების მიღწევაში კრიტიკული ლიდერობისა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯო ბაიდენის განცხადებით ამ შეთანხმების ყველა ასპექტის სრულად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. შეთანხმების შესახებ განცხადება გაავრცელა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც წერია, რომ პაუზები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა სამომავლოდაც გახანგრძლივდესო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პაუზები საშუალებას მისცემს ჰუმანიტარული კოლონების დახმარების, მათ შორის საწვავის უფრო დიდი რაოდენობით მიწოდებას ღაზის სექტორში. ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბრძოლების შეჩერების შესახებ ოფიციალურად უკვე 23 ნოემბერს გამოცხადდებოდა. თავის მხრივ ისრაელის არმიის სპიკერი დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პროცესი. მისივე თქმით, ისრაელის მხარე ამ მომენტში ფოკუსირებულია მხოლოდ ომზე. ისრაელში ასევე აღნიშნავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესაძლოა უფრო მეტი მძევლის გათავისუფლების შემთხვევაში გაგრძელდეს. ხო, ეს რაღაც ცინიზმი სულ თანსდევს ამ კონფლიქტებს და ამ უბედურებას რაც ხდება. ჩემი აზრით, ლევან, აი ხა წარმოიდგინე, რომ ესე იგი 50 კაცის განთავისუფლება არის 4 დღე დაბომბვის შეჩერება. ანუ ეს მათემატიკაში გადაყვანა ამისი, ხო? ეს ადამიანის სიცოცხლის, ცხოვრების, ხო? ეს არის საშინელი ცინიზმი. რომელიც თანსდევს ახლა ამ დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკას. და
ნუ რო დამთავრდება ეს 250 კაცამდეა ხო მძევალი მე რა იქნება ანუ რამდენი დღე იქნება მშვიდობა რამდენი დღე არ მოკლავენ ხალხს არ ვიცი მე ამას არც სამხედრო ექსპერტი ვარ არც უბრალოდ მზარავს ეს ცინიზმი რომელიც ჩემთვის როგორც ადამიანისთვის არის შეუძლებელი გადასატანი მე ვერც ერთ მხარეს ვერ ვიჭერ აქ იმიტომ რომ მე ებრაელებისაც მესმის და იმ პალესტინელებისაც მესმის მაგრამ აი ცინიზმი არის ჩემთვის შემზარავ რომ 50 კაცი არის 4 დღე შვიდობის თუ რა დავარქვათ ამას ნუ იმ ხორცის საკებ მანქანაში იმ ჯოჯოხეთში რაც ღაზაში ტრიალებს ჩვენ უნებრივია ყველა პაუზა უნდა გვიხაროდეს ყველა პაუზას უნდა ვეჭიდებოდეთ როგორც რაღაცა აი სუფთა ჰაერის შანსს კარგია რომ 50 მძევალი ებრაელების მხრიდან განთავისუფლებული იქნა კარგია რომ 150 ტუსაღი პალესტინელების მხრიდან განთავისუფლებული იქნა მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს მთავარი საშიშროება რასთან გავართ რაზეც ჩვენ წინა გადაცემებში გვისაუბრე არის ამ ომის გადაზრდა დიდ ომში და ყველაფერი მაკითკენ მიდის დღეს თუ გუშინ თურქებმა გამოაცხადეს რომ აგზავნიან ჰუმანიტარულ ფლოტილიას ღაზაში და ჩვენ გვახსოვს რა მოხდა 10 წლის წინ, როდესაც ესეთი ფლოტილია თურქების მხრიდან იქ გაგზავნილი იქნა IDF-ის, ანუ ჩახალის სპეცდანიშნულების რაზმის დესანტი გადაჯდა ამ გემებზე და 10 ჯარისკაცი მოუკლა თურქებს და დიდი შოკი იყო თურქეთში და როგორ ავიცილეთ მაშინ დიდი ომი, არც ვიცი. ეს თუ განმეორდა, იმიტომ რომ ხა თურქებს არ შეიძლება რომ არ ესმოდეთ, რომ ეს ჰუმანიტარული ფლოტილიაც სამიზნე გახდება ჩახალის და შეიძლება შეტევის ობიექტი გახდეს, მაშინ ძალიან მაინტერესებს როგორ იმუშავებს ნატოს წესდების მე-4 თუ მე-5 პუნქტი, რომელიც მერევა. იმიტომ რომ თუ ისრაელი, რომელიც მე-5, იმიტომ რომ თუ ისრაელი, რომელიც ნატოს წევრი არ არის, თავს დაესხმევა თურქეთის ფლოტილიას, რომელიც ნატოს წევრი არის. მე-5 პუნქტის თანახმად ნატომ უნდა დაარტყას ისრაელს, ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მათ შორის და ეგ როგორ გამოვა. ანუ რა ფასი აქვს მაგ წესდებას, მაგ საერთაშორისო კანონებს, წესდებებს და რეგულაციებს, როცა ინგრევა ყველა სტანდარტი, როცა ბავშვების დახოცვა 10,000-მდე არაბი ბავშვი არის მოკლული ჩვენს თვალწინ, ანუ 2 წელიწადში ნაკლები მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა უკრაინაში, ვიდრე 1 თვეში ღაზაში. და ის თუ სისხლის მსმელია, ხო, ვინც უკრაინაში, თქვათ, რუსებს იცავს, რომლებსაც ხოცავდნენ და ამიტომ იძულებული გახდა ეს ომი დაეწყო, ხო? ესენი როგორ არიან დემოკრატიის შუქურა. აი ამის ყველაფრის ფონზე. ხო და ნუ ჩვენ შეგვიძლია ახლა გზასთან ვიждეთ და ვიშით და ვიწუწუნოთ, მაგრამ მაგის დრო ახლა არ არის, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახალი საუკუნე კიდევ უფრო სასტიკია, რაც მე ეს არაერთხელ მიქნა, კიდევ უფრო ცინიკურია, ვიდრე წინა საუკუნე იყო. თუ კი ჩვენ გვინდა ჩვენი ერი გადავარჩინოთ და თუ კი ჩვენ გვინდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, ყველა აი იმ თვითმავნებლური იდეოლოგიის და პოლიტიკის განცხადება, აი როგორების თქვათ, გადაცემის პირველ ნაწილში მოვისმინეთ, ხო? უნდა გვესმოდეს, რამდენად სახიფათოა ის ჩვენი ქვეყნისათვის. ეხლა შეიძლება ვიღაცას გამოთაყვანებულს თბილისის რომელიმე კაფეში და ნარკოტიკებში გონია, რომ ეს ყველაფერი შორს არის, მაგრამ როცა თავში მოხდება, ხო? იმიტომ რომ ესეთ პროვოკაციულ პოლიტიკას ეწევა ჩვენი ერის ნაწილი, ხო? მაშინ აკივლდება დასაკლავი გოჭივით და სანამ აქამდე არ მიგვიყვანია საქმე, გავახილოთ თვალები, დავინახოთ რაც ხდება და გადავიდეთ ეროვნულ პოლიტიკაზე, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ სახელმწიფოს არ გააჩნია. ისრაელს რაც შეეხება და პალესტინას
მე ძალიან ვშიშობ, რომ ღაზას მოსახლეობის 2 მილიონიდან დაახლოებით 1 მილიონი უკვე აიყარა. წარმოგიდგენია იქ რა ხდება 12-40 კილომეტრზე და ჩრდილო ნაწილი ამ სოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილისა 1.5 აიყარა და გადავიდა მეორე ნახევარში და ეხლა იმ მეორე ნახევარს ბომბავენ. და არ არის არავითარი დასამალავი ადგილი. სამავთყოფოში შეხვალ, სამავთყოფოში მოხდება ბომბა, სკოლაში შეხვალ, სკოლაში, სახლში შეხვალ, სახლში. და როდემდე და ცხადია, რომ ისრაელის სიონისტური სახელმწიფოს სიონისტური ძალები უბრალოდ აპირებენ გაზას, ასე ვთქვათ, გაწმენდას არაბებისაგან. და როდემდე მოითმენს ამას ისლამური სამყარო და როდემდე ვიქნებით ესე ბეწვის ხიდზე რა, რომლის იქითაც არის დიდი მსოფლიო ომი, მე არ ვიცი. ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ და უბრალოდ ყველა იმ განცხადებას, რასაც ვაკეთებთ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, უნდა ვაკეთოთ იმ საშინელების გათვალისწინებით, რომელიც მოგვიახლოვდა. ამდენი წელია ვიძახდი, რომ ეს მოხდებოდა, რომ 21 საუკუნე ოქროომიანი და სისხლიანი იქნებოდა ვიდრე არის და ეს ეხლა ნელა-ნელა ჩემდა სამწუხაროდ და სავალალოდ მტკიცდება და ხორციელდება. იგივე ხდება ჩვენს რეგიონშიც. უკვე დაიწყო ისევ, ასე ვთქვათ, თუხთუხი ამ კავკასიურმა ქვაბმა, სომხურ აზერბაიჯანს თითქოს ხო ყველაფერი დამთავრდა, არაფერი. ისევ თავიდან ჩვენ ჩართრევასაც აპირებენ და აი იმისთვის, რომ ჩვენ ამას ყველაფერს როგორც საზოგადოება და ერი გავუმკლავდეთ, ჩვენ უნდა გავიხადოთ ის ფორმა სახელმწიფოებრიობისა, რომელიც ჩაგვაცვეს გლობალისტებმა, ანუ აი ეს პოლიტიკური პარტიების დომინაციის ლიბერალური რესპუბლიკის ფორმა, რომელიც არაფერსი არ არგია ჩვენ ქვეყანას და შევქნათ ეროვნული სახელმწიფო ის, რისთვისაც ჩვენ მოვედით აქ. ლევან, ჩვენ მოვასწრებთ მაგას, ეგეც საინტერესოა. შენ რასაც იძახი, ეს არის პროცესი, რომელსაც მე ვეთანხმები და ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე და ჩვენ ხვდებით, რომ ეს მართლა არის გამოსავალი, რასაც შენ იძახი, რომ აბსოლუტურად შეიცვალოს ის სისტემა მართვის ქვეყნის, რომელიც არის, მაგრამ ამას ხო განსაკუთრებული დრო ჭირდება. და ეხლა როცა დაჩქარებულია ეს ყველაფერი ესე და ყოველ წამს ესეთი ამბები ხდება ჩვენ გარშემო. ხო არ არის დრო რომ საერთოდ რაღაცა ნიშნულოვანად გადავაფასოთ ყველამ და მართლა თუ გვესმის რომ ეს არის გამოსავალი ძალიან სწრაფად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები. მე მაგას ვიზახი. მე დიდი ხანია ვიზახი რომ დრო აღარა გვაქვს ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ სახელმწიფოებრიობის ფორმა. არჩევითობის პრინციპები, მედია კონტროლი, ეკონომიკის დამიმიდგომა, უშიშროების დამი, ჯარის დამიმიდგომა, ყველაფერი 180 გრადუსით გვაქვს შესაძლებელი. ყველაფერი, რაც აკეთეს ნაცებმა და მათ მერე გააგრძელეს ქოცებმა, არის შესატრიალებელი. ჩვენ გვჭირდება სულ სხვა პოლიტიკური სტრუქტურა და სულ სხვა ტიპის სახელმწიფო, დამყარებული, რაც შეიძლება უფრო მკაფიოდ გამოხატვაზე ხალხის ნებისა და რაც შეიძლება უფრო სიღრმისეულ დემოკრატიულ პროცესებზე დაშორიშორებულზე გლობალისტების მიერ გაკონტროლებული პარტიებისგან და აგებულზე ხალხის ნებაზე, რომელიც წინ წამოწევს იმ ლიდერებს, იმ ეროვნული აზროვნების ქმედით პროფესიონალურ თავგანწირულ ადამიანებს, ვინც ჩვენს ქვეყანას გაიყვანენ სამშვიდობას. ყველაფერს ჩვენით ვერ გავთვლით. ღმერთის ხელში ვართ ამ უზარმაზარ პროცესებში, მაგრამ აი ეს რაღაცა ლეტარგიული ძილი ნაცკოცეთის რა და რაღაცა გახუნებული ლოზუნგებით ოპერირება, რომ თურმე ჩვენ ევროკავშირის კანდიდატობისკენ მივდივართ და მე ამ კანდიდატობით რაღაცა ფონს გავალთ და თურმე ჩვენ უნდა ასე იგი ყავდეს აბსოლუტურად გამოფატრული საპრეზიდენტო ინსტიტუტი და საპარლამენტო პარტიები უნდა წყვეტავდნენ ყველაფერს, რომლებშიც ვის ვირჩევთ და რატო ვირჩევთ და როგორ მოუკითხოთ, რაც დაევალათ, საერთოდ გაუგებარია, ხო? აი ეს ყველაფერი გვაქვს საჩქაროდ შესაძლებელი და ჩვენ თუ არ შევცვლით როგორც საზოგადოება, მაშინ ვშიშობ, რომ საგარეო ფაქტორები ისეთ დაგმართებს, რომ მე ძალიან წარედ ვინანებთ. ამიტომ ყველამ თავის თავს კითხოს, რას ვაკეთებ მე ამისთვის
სად არის ის აზროვნება, ის თავგანწირვა, ის ხალხი, ვისაც მე ვენდობი და ვიმოქმედოთ ერთად. ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი გვაქვს სამშობლო, ერთი ცხოვრება გვაქვს, რომელიც ძალიან ჩქარა გადის და მე პირადად ჩემ თავს და თითოეულ ჩვენთაგანს 2-იანს ან 3-იანს უწევ გასული 33 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენ ვიარეთ. არავითარი პროგრესი ეს არ არის, ეს გვეტყობა ყველა ფერში, ყველა ციფრებში და ცხადი უნდა იყოს აწი და აწი, რომ ეს გზა ჩვენ დაძრამდე არ მიგვიყვანს. სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის თემა ახსენეთ. აზერბაიჯანული მხარე სომხეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად ყოფნას გამოთქვამს და ერევანს სახელმწიფო საზღვარზე შეხვედრის ვარიანტს თავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ორივე ქვეყანა პასუხისმგებელია მშვიდობიანი პროცესის გაგრძელებაზე, ასევე ადგილის შერჩევაზე, სადაც მოლაპარაკებები გაიმართება. საგარეო უწყების ცნობით პროცესი სერიოზულად შეანელა იმ ფაქტმა, რომ სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის წინადადებებზე პასუხისთვის დაახლოებით 3 თვე დასჭირდა. თავის მხრივ ასევე განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარზე დელიმიტაციის კომისიის სხდომის ჩატარება შესთავაზა. ხო, ნუ ეს მოსალოდნელი იყო, ხო, რომ ეს რაღაცნაირად თუ დაალაგებისკენ წავიდა ეს კონფლიქტი, რასაც ნუ ყოველ შემთხვევაში დეკლარირებენ ხელმძღვანელები ამ ორი ქვეყნის, რა თქმა უნდა ეს დელიმიტაცია გარდაუვალია რა და დადგენა ამ საზღვრებს, რომელიც ჩვენს პრობლემა გვაქვს, ხო, რაღაც ნაწილობრივ აზერბაიჯანთან ამასთან დაკავშირებით, ხო? ის აზერბაიჯანის საზღვარი არადა არ მოხდა ამის დადგენა, ხო? რომელიც ერთგვარი გარანტია რაღაც მშვიდობის და კონფლიქტის აცილების, ხო? რაღაც ჩვენ შორის. და ჩემი აზრით ალტერნატივა, თქვათ, კავკასიაში ესეთ პროცესებს არ აქვს. დანარჩენი ყველაფერი მიდის იქითკენ, აი რასაც ხედავთ ჩვენ ახლა რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და ჩვენ ყველამ უნდა ვისურვოთ, რომ საქართველოშიც და ჩვენ მეზობელ ქვეყნებშიც ეს მშვიდობა დამყარდეს მინიმალური დანაკარგებით და მინიმალური კომპრომისებით. ყოველ შემთხვევაში რაღაც კომპრომისები შეიძლება ქვეყანამ გადადგას, ხო, რაღაც ნაბიჯები იმისთვის, რომ აიცილოს რაღაცა დაპირისპირება, როცა აი მართლა სამაგალითოდ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მე როგორც მოქალაქე ჩემი ქვეყნის და კავკასიელი კაცი მივესალმები ამ პროცესებს თუ რაღაცნაირად დაალაგდება ეს. ჩემი აზრით ეგრე. ნუ დანეს პირზე გავდივართ აქაც, უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეზობლებს ეყოფათ გონიერება, რომ არ იქნან ჩართრეულები ომის კვლავ გაჩაღების მცდელობაში. ამის მოსურნეები მრავლად არიან, გამარჯვებულ აზერბაიჯანს მისი საზოგადოების ნაწილებს სურს საქმის ბოლომდე მიყვანა და ზანგეზურის დერეფნის გაჭრა, რათა მათ კონდეთ უკვე თავისუფალი კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან, თურქეთთან და უფრო ადვილად ამოძრავონ ტვირთები, ეკონომიკა, სამხედრო დახმარება, ასე შემდეგ. დამარცხებული სომხეთის საზოგადოების ნაწილს ბუნებრივად სწურია ამა თუ იმ ფორმით რევანში, რომლის ერთადერთი გზაც მათთვის არის კავკასიაში დიდი ომის მოწყობა და გლობალისტების ძალების აქ ჩართვა. და ასეთი, ასე ვთქვათ, ვექტორიც არსებობს ჩვენს მეზობელ სომხეთში. ამერიკელებს აწყობთ სამხრეთ კავკასიის აფეთქება ორი მიმართულებით. ერთი არის, რომ ეს არის ნაღმი რუსეთის საწინააღმდეგოდ და მეორე ეს არის იდეალური ადგილი შიიტური ირანის და სუნიტური თურქეთის წაკიდებისა
ერთიანი ისლამური სამყაროს ყურადღების გადატანისა ღაზადან კიდევ კავკასიაში, დასუსტებისა და მათი რესურსების გაფანტვისა, იმიტომ რომ ცხადია, რომ თურქები მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელები შიიტები არიან და უამრავი დაახლოებით 12 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში ლინგვისტური და კულტურული სიახლოვის გამო თურქეთი ცალსახად მხარს უჭერს აზერბაიჯანს და რიგ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ სცენარის განვითარების რაღაც ვარიანტში შეიძლება ირანი აღმოჩნდეს სომხეთის მხარეს და ერთადერთი ვისაც ეს პოზიცია უნიკალურად უკავია დღემდე არის საქართველო, რომელსაც თუ არ ჩავთვლით ისტორიულ ჩვენს მიჭებს აზერბაიჯანსა და სომხეთში და თუ არ ჩავთვლით ჩვენს უაღრესად დასანან და ჩვენ პალატების ხელით გამწვავებულ გარეჯის თემას მაგრამ ეს მაინც არ არის ახლა ყარაბაღის ან აფხაზეთის ან ცხინვალის მასშტაბის პრობლემები, ხო? ჩვენ გარეჯი გვტკივა და ყველაფერს გავაკეთებთ რომ ის დავიბრუნოთ აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებების გზებით, მაგრამ მე ამას აქ იმიტომ ვამბობ, რომ საქართველო ამ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან ტერიტორიული კონფლიქტები ამჟამად ყოველ შემთხვევაში და შეუძლია იყოს ის ფორპოსტი, ის პლაცდარმი, რომლის გარშემოც შენარჩუნდება სტაბილურობა ამ რეგიონში, რომლის გარშემოც აეგება მომავალი რეგიონალური უსაფრთხოების კარკასი და კონსტრუქცია, რომლის წინააღმდეგიც არიან, რა თქმა უნდა, გლობალისტები და ყველა ეს განცხადება, თემურ ალასანის განცხადებები იქნება დღეს რაც განვიხილეთ თუ ლელოსი რომ მოდი დავცხოთ რუსეთს და ვიზები გადაუკეთოთ, ეს არის მიმართული ესეთი სერია პროვოკაციების, რომ ჩვენ ისევ დაგვაჯახონ რუსეთს. ამ სიტუაციაში ჩვენ ვერ გავალთ ფონს იმ სტრუქტურით, რომელშიც ვართ. ანუ, როდესაც ქვეყანას მართავს ოლიგარქი, რომელიც იმალება კულისებს უკან და მისი, ასე ვთქვათ, თანამშრომლები მისი სახელით რაღაცას აკეთებენ. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი ქმედითი პოლიტიკა არის ხალხის მიერ არჩეული ლიდერის და კონსტიტუციის პოლიტიკა, რომელშიც მაქსიმალურად გამოხატული არის ქართველი ხალხის ნება. აი ვიღაცა იტყვის რა მნიშვნელობა აქვს მაგას ამ ფაქტორებთან მიმართებაში, ძალიან დიდი. საქართველო დღეს უნდა თამაშობდეს ბევრად უფრო აქტიურ როლს, როგორც სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში, ისე 6-ის ფორმატში, რეგიონალურში, 3+3-ის ფორმატში და რა თქმა უნდა ყველანაირად ეცადოს, რომ რა ქვია, დასავლეთთანაც კონდეს დაბალანსებული ღირსეული სანდომიანი ურთიერთობები, მაგრამ ისეთი არა, როგორც ახლა გვაქვს და ღმერთმა ქნას, რომ ვერ შეძლონ ომის თავიდან გაჩაღება აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ფონს გავედით და რომ ეს საშიშროება ჩვენ ბოლომდე თავიდან ავიცილეთ, როგორც ამ რეგიონის მცხოვრებლებმა. სხვადასხვა საინტერესო განცხადება გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ფიქრი იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს უკრაინაში ომით გამოწვეული ტრაგედია და თქვა, რომ მოსკოვს არასდროს უთქვამს უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული განცხადება ოცეულის ჯგუფის სამიტზე ონლაინ ჩართვისას გააკეთა. მისივე თქმით, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგიკულია და რა თქმა უნდა საჭიროა ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს პროცესები. მისივე თქმით, არა რუსეთმა, არამედ უკრაინამ განაცხადა საჯაროდ რომ ტოვებდა მოლაპარაკების პროცესს. ეს განცხადებები ბევრჯერ იყო, მე მგონი, ხო? რამდენჯერმე იყო ეგეთი განცხადება, მე როგორც მახსოვს და ყოველთვის მართლა უყვებოდა ამას ერთგვარი დემონსტრაციული ესეთი ქმედება, რომ არასდროს და კანონიც კი მიიღეს, მე მგონი, თუ დადგენილება პარლამენტში, რომ ესე იგი ყოველგვარი მოლაპარაკებები რუსეთთან აკრძალულია. ასე ვთქვათ, ესეთი ის არის. საერთოდ მე რას ვიტყოდი, იცი, ამ გლობალური სამყაროს აკრძალვით შვიდობა არის აკრძალული. ლევან, ესეთი ის გამიჩნდა, რომ შენ როგორ შვიდობა გინდა, შენ არავითარ შემთხვევაში და მშვიდობა
ადამიანი რომელსაც შვიდობა უნდა ან აგენტს უძახიან ან უნდა განადგურდეს ეს იმიტომ რომ შენ არ გინდა რომ იომო შენ არ გინდა რომ ესე იგი თავი შეწირო იმას რა ქვია დემოკრატიას და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანი ასე ვთქვათ ადამიანები რომელიც რა ვიცი მე მგონი ნორმალური მდგომარეობა ადამიანის რომელსაც ოჯახი ყავს რომელსაც შვილები ყავს რომ მშვიდობა უნდოდეს ხო და აქაც ახალი ნორმა ჩდება რომ ადამიანს უნდა უნდოდეს რომ გაჩაღდეს ომი თუ შესაძლებელი ერთი წამით მაინც არის შესაძლებელი რომ ომის გარეშე გააწყდეს რაიმე პრობლემა უნდა ადამიანი ცდილობდეს რომ არ იომოს ხო მე ეგრე მგონია და სახელმწიფოს ეგრე უნდა იქცეოდეს ავსე პრინციპით უნდა მუშაობდეს ხო ამაზე უნდა მთელი ალბათ ინსტიტუტები მუშაობდეს რომ როგორ ავიცილოთ ომი წინათ მე ეგრე ვიცოდი მე ამ თაობის წარმომადგენელი ვარ რომელიც ამაზე იყო გაზრდილი რომ რაღაცა ეხლა რომ სასაცილო გახდა პაციფიზმი რაღაც ისე უყურებენ რაღაც ამ ტერმინს რაღაც აგდებულად მე მგონი ყველაზე ნორმალური მდგომარეობა ადამიანის არ ვიცი რომ არ დაღვაროს მეორე ადამიანის სისხლი ხო რა ვიცი მე მგონია რომ ამოყირავდა ყველაფერი საერთოდ ახლა მე ეს რაღაც ფემინური პაციფიზმი არასდროს არ მესმოდა თუ ომია ვიომოთ მაგრამ ყველაზე უფრო ომი არ უნდა და ჭუბი არ უნდა კაცს რომელიც ვარჯიშობს სპორტსმენია მეომარია მორაგბეა და იცის რა ჯდება ნებისმიერი დაჯახება ნებისმიერი მუშტიკრივი ნებისმიერი მით უმეტეს ომი და ომი უნდა აი ამ გაქალაჩუნებულ ფემინურ შარვალ-ჩახდილ ფარჩაკს რომელსაც ცხოვრებაში იარაღი ხელში არ ჭერია ესა სისხლი არ წამოსვლია ყბაში არ მოხვედრია და წარმოდგენა არ აქვს რა არის ომი ხო თორე ხა ომის შიგნით კაცი კაცია და ფარჩაკი ფარჩაკია ეხლა რუსებმა როდესაც პირველი ოპერაცია წამოიწყეს 24 თებერვალს უკრაინაში შევიდნენ 192,000 ჯარისკაცით და ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო რომ ეს იყო იძულებული ზომა მათი მხრიდან მე რომ რუსეთში არ მეცხოვრობ მთელი ეს წლები და ჩემი თვალით არ მენახა როგორ მაგრად ცდილობდნენ მთელი რუსეთის ელიტა პრეზიდენტიდან დაწყებული მთელი ბიზნესით დამთავრებული მიღებულები ყოფილიყვნენ დასავლეთის კლუბში ხო და მათთან ერთად ბიზნესი ეკეთებინათ მეც დავიჯერებდი შეიძლება იმ იდიოტურ პროპაგანდას რაც თბილისში არის მაგრამ მე ხო ხედავდი აგერ 30 წელი რომ ამათმა ყველაფერი გააკეთეს რომ ჩაშენებულიყვნენ სტროიცა როგორც თვითონ იძახდნენ ამ სისტემაში უბრალოდ პროევროპული ქვეყანა ჩემი აზრით ხო რაღაცები იყო რასაც ნუ ეხა ვერც გებულობდნენ არა თუ ვერ იღებდნენ მამათმალობის დაძალება ის ყველაფერი რაც სხვა შორის ჩვენც ვერ ვიღებთ როგორც აღმოსავლელი ქრისტიანები რა ხო და ეხლა ამათმა როდესაც რა ქვია ხოცვა დაუწყეს რუსებს უკრაინაში და ნახევარი უკრაინა რუსები არიან და ენის აკრძალვა დაუწყეს ესენი ყველანაირად ცდილობდნენ რომ რიბატა დავაეწე ჟის დრუჟნა მაგრამ ეხლა 192,000 ჯარისკაცით უკრაინაში შესვლა რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა სრული სიგიჟე იყო იმ ხრივ თუ შენ გინდა მართლა დაიპყრო უკრაინა იმიტომ რომ ჰიტლერი როცა შევიდა პოლონეთში რომელიც რამდენჯერმე ნაკლებია უკრაინაზე 3 მილიონი ჯარისკაცით შევიდა ანუ ფიზიკურად შეუძლებელია მით უმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში 192,000 კაციანი ფრონტით დაიკავა ამხელა ქვეყანა გესმის და ჩემთვის ცხადი იყო რომ პირველივე დღიდან ეგენი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ეიძულებიათ დასავლეთი მოლაპარაკებებისთვის და აიძულეს კიდეც აპრილში ანკარაში შეხვდნენ თურქეთში და ზელენსკი გამოვიდა და მზადვართ შევწყვიტოთ სამხედრო კონფლიქტიო და როგორც კი მან ეს თქვა გაჩეცილი ბორის ჯონსონი ჩაფრინდა ზელენსკისთან და აუგრძალა მოლაპარაკებები მერე მიიღო რადამ კანონი სადაც კანონით ეგრძალებათ რუსეთთან მოლაპარაკებები აი როგორც ჩვენ გვეგრძალება რუსეთთან მოლაპარაკებები და შეუნთეს და შეუკეთეს და ჩადეს მიწაში 9,5 მილიონი უკრაინელი ვაჟკაცი
და ეხლა აი ბოლო 1 თვეა, განსაკუთრებით ბოლო 10 დღეა. ამერიკელი კრიტიკოსები, ამერიკული პოლიტიკის ამერიკელი კრიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება Scott Ritter თუ Douglas McGregor თუ Judge Andrew Napolitano თუ ვინც გინდა რა Larry Jacobs-ი თუ Larry Johnson-ი უკაცრავად თუ რამდენი რომ John Mearsheimer-ი რომელი ერთი ვთქვათ ხო ყველა ლაპარაკობს ერთი და იგივეს რომ რუსეთმა ომი მოიგო დასავლეთი ცდილობს ისრაელში გადაიტანოს ყურადღება იმიტომ რომ აღარც ფული აღარც რესურსები აღარ დარჩა რომ იმას ქნან, რა ქვია, მხარი დაუჭირონ უკრაინელებს, უკვე ეუბნებიან, რომ მაგარა გვაქვს ფულიო, წარმოგიდგენია როგორი ცინიზმია და ის განცხადებები თქვენი სად არის, რომ ბოლომდე ედგებით გვერდში უკრაინას და რამდენიცაც საჭიროა იმდეს მიცემთ და ასე შემდეგ. გესმის? და ეხა ეს განცხადებაც რაც ერეკლემ წაგვიკითხა პუტინისა არის მორიგი მცდელობა რომ კაი როდემდე გხოცოთ რა აი მოდით ეხა მოვილაპარაკოთ კიდევ ერთი მცდელობაა და ეხა Scott Ritter-ი როგორც ამბობს იძახის რომ ეს მოლაპარაკებები არ იქნებაო დასავლეთის პირობებზეო ეს იქნებაო რუსეთის პირობებზე და ერთი წლინახევრის წინ რომ დათანხმებოდა ზელენსკი მოლაპარაკებებს, სხვა პირობებს მიიღებდა უკრაინა. ამიტომ მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ ეხლა მაინც შეწყდება ომი, ეხლა მაინც, მაგრამ მე რატომღაც არ ამგონია რა, ეს ესეთი ბალანსირების პოლიტიკა, ისინი ცდილობენ გააგრძელონ ხოცვა და ეხა უბრალოდ ორ კონფლიქტზე გადაიტანონ რა. ღმერთმა ქნას რომ უცდებოდა და ღმერთმა ქნას რომ ეს პუტინის დაპატიჟება რომ მოდი დავილაპარაკოთ მიღებული იქნეს დასავლეთის მხრიდან. უნდა ვისურვოთ ყოველ შემთხვევაში რომ შეწყდეს ეს უბედური. თუ დავამთავრეთ ახალი ამბები, მასე ერეკლეს ვთხოვოთ რომ დაუთმოს ადგილის სტუმარს. დიდი მადლობა ერეკლე შენი შრომისთვის და მომავალ შეხვედრამდე. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, შემოგვერთა ჩვენი სტუმარი, გამარჯობა ბატონ გიორგი, როგორ ბრძანდებით? საღამომშვიდობის ბატონო ლევან. მადლობა მოპატიჟებისთვის, კარგად თქვენ როგორ გიკითხოთ? მადლობა ღმერთს. რას გვეტყვით აი ამ თემებზე, რასაც განვიხილავდით და რომელმა დაგაინტერესათ, რომ გავშალოთ შოთიკოსთან და თქვენთან ერთად? პირველ რიგში ალბათ, რა ვიცი, ყველაზე აქტუალური რაც არის სადაც არის მიპყრობილი ყურადღება, ეს არის ალბათ ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება და ღაზას სექტორი განსაკუთრებით, იმიტომ რომ აქ ესე იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მომსწრენი ვართ ჩვენ. აგერ სხვადასხვა თვითონ დასავლური ორგანიზაციები ავრცელებენ ამ სტატისტიკას, ჩვენ რომ არავინ არ დაგვდოს ბრალი რაღაც მიკერძოებულობაში 4000-ზე მეტი ბავშვია უკვე გარდაცვლილი, 10000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ეს სულ რაღაც თვენახევრის განმავლობაში, ხო? და ჩვენ ვხედავთ, ესე იგი, აშკარა ფარისევლობას დასავლური ელიტებისა, როდესაც დაუშვათ იგივე პუტინის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე არ ვამართლებ მის მოქმედებას, უბრალოდ შედარებას ვაკეთებ. უკრაინელი ბავშვების, ესე იგი, არალეგალურად საზღვრის კვეთის გამო ხო ეს გახმაურებული кейსი რაც იყო ეს გახდა საფუძველი ჰააგის სასამართლოს მიერ რომ ესე იგი ის გამოეცხადებინათ დამნაშავედ ეს არა პატიმრობა ხო პატიმრობა მოეწყო მაგრამ ის რომ დაუშვათ 4000 ბავშვი არის გარდაცვლილი პალესტინის ხელისუფლების განსაკუთრებით ნათანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის პირდაპირი ქმედებების შედეგად ეს ამას ყველა ივიწყებს არავინ ყურადღებას არ აქცევს აგერ გამოდის ისრაელის თავდაცვის მინისტრი და პალესტინელებს ცხოველის მაგვარ ადამიანის მაგვარ ცხოველებს უწოდებს და ჩვენ დღესდღეობით ესეთი რაღაცა ჩვენ რა ვიცი გაუგონარი სისასტიკის მომსწრენი ვართ ხო ჩვენ არ ვამართლებთ არავითარ შემთხვევაში ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე და ისრაელის მოქალაქეებზე მაგრამ ვისაც ისტორია აინტერესებს შეუძლია გადახედოს როგორ იქნებოდა ეს ჰამასი და თვითონ ისრაელის ხელისუფლება აქტიურად როგორ აფინანსებდა 80-იან წლებში ჰამასის ჩამოყალიბებას ერთადერთი მიზეზით რომ გაეშავებინა ზოგადად
იგივე ის პალესტინელი სოციალისტები, მემარცხენეები, რომ აი ყოლოდათ ბუა, რომ აი ეს რადიკალი ისლამისტები არიან რეალურად პალესტინელები. ხო, აი რაღაცა ცოტა ისეთი უხეში შედარება რო გავაკეთოთ, აი ამერიკელები როგორ თანამშრომლობდნენ დაუშვათ ავღანელ მოჯაჰედებთან იმის გამო, რომ იქ კომუნისტები დაემარცხებინათ და საბოლოო ჯამში თავის დროზე არსებობს ინდეპენდენტისისა დღესაც შეიძლება ეს ინტერნეტში, როდესაც ბენ ლადენს უწოდებდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირს. შემდგომში მე გამოუშვეს ჯინი ბოთლიდან და მიიღეს ამ მოჯაჰედებმა შექმნეს თალიბანი და სხვა იგივე ალ-კაიდა ეს ტერორისტული ორგანიზაციები. ანალოგიურად, ხო, ამ ისრაელის თავის დროზე ხელისუფლება წაახალისა ჰამასის შექმნა, მერე ჰამასი იქცა სოლიდურ ძალად 2006 წელს არჩევნებში მიაღებინა მონაწილეობა ბუშმა, იმიტომ რომ მაშინ ჰქონდათ Democracy Promotion-ის რაღაცა ერთგვარი კამპანია. 2006 წელს ამ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, გაიმარჯვეს. მაგრამ რაც ახლა იმაში ხდება ღაზაში, ეს წარმოუდგენელია, აი თქვენ აღნიშნეთ წეღან პირველ ნაწილში გადაცემის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია დედამიწის მართლა ისე 26 კილომეტრია სიგრძეში და სიგანეში არის 5-6 კილომეტრი და 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აქ. ყველაფერის შესვლა პროდუქტებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, იქ აღარ არის საუბარი იმაზე, რა ქვია, სამხედრო შეიარაღებაზე, საჰაერო იმაზე, ყველაფერი კონტროლდება ისრაელის მიერ. იყო შემთხვევები, როდესაც შოკოლადის შეტანას გძალავდნენ, იყო შემთხვევები, როდესაც მედიკამენტების შეტანას გძალავდნენ და აი, რა ვიცი, ალბათ ჯერ ამ თემით რო დავიწყოთ, მე რო გადავიდეთ რუსეთ-უკრაინის თემაზე, იქაც ძალიან ეს გადაჭაჭულია, იმიტომ რომ აგერ სენატი ამათ უგზავნის დახმარებას ბაიდენის ესე იგი მითითების მიუხედავად მაინც უკრაინელების დახმარება სოლიდური არ დაამტკიცეს და ჩვენ ახლა ფაქტობრივად ვადევნებთ თვალყურს გენოციდის ნიშნებს, ხო? იმიტომ რომ თან რატოა საინტერესო ეს ღაზა, რომ ღაზაში ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია ბავშვების და ლტოლვილების, რომლებიც 48 წლამდე ცხოვრობდნენ პალესტინის ტერიტორიაზე. ერთი რაღაცა მინდა, რაღაცა შემოვიტანო. კი ბატონო, ისეთიკო ერთი დაზუსტება მინდა ბოდიში გავაკეთო, აი ციფრებში რომ ეხა არ აქვს შეიძლება ამას რაღაც დიდი მნიშვნელობა, მაგრამ სანამ შენ დაიწყებდე ღაზას ზომებზე ჯერ რა გადავამოწმოთ ეხა მე ვერ დავდებ თავს, მაგრამ 26 მილი და არა კილომეტრი, 5-6 მილზე და არა კილომეტრზე. ანუ 40 კილომეტრი და 12 კილომეტრი. ეს ანუ მილი არის კილომეტრი, მილი არის 1.6 კილომეტრი, ხო? ხო, და ვადმა გიორგიმ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა წამოაყენა, აირჩია თემა და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც შემოგთავაზა. მან პრაქტიკულად ბოდიში რომ მესამე პირში ვსაუბრობ თქვენზე, მან პრაქტიკულად დასვა ასეთი საკითხი, როგორ შეიძლება ერთი რაკეტაც კი და არა ათასობით რაკეტა, რომელიც ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, შესულიყო ისრაელის ცოდნის გარეშე. ტექნიკურად უბრალოდ. რომლებითაც დაიწყო 7 ოქტომბრის მოვლენები, ხო? რომლების სროლითაც და ეხლა რა იქ არც მეტალურგია არ არის, არც დენთის წარმოება არ არის და გასაგებია რომ რაღაცებს აკეთებენ იქ რაღაც ნახევარფაბრიკატების დონეზე, მაგრამ თვითონ მასალა საბრძოლო, რა თქმა უნდა, შეტანილია იქ, ხო? გასულ წლებში. და თქვენ ბატონო გიორგი ესეთ კითხვას ვსვავთ, რომ როგორ შეიძლება ერთი რაკეტაც კი მომხდარიყო ღაზაში, მოხვედრილიყო ღაზაში ისრაელის სპეცსამსახურების ცოდნის გარეშე, როდესაც ეს პატარა ტერიტორია არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაკონტროლებული ვიდეო კონტროლის თვალსაზრისით, ტექნიკური საშუალებების თვალსაზრისით. და როგორ შეიძლება მათ ეს არ ცოდნოდათ, ისევე როგორ შეიძლება მათ არ ცოდნოდათ, რომ ეს შეტევა იწყება, როცა ყოველი 50 სხვადასხვა მონაცემებით ან შეიძლება 30-ს, ვინც გამოდის ღაზადან დანარჩენი ისრაელის ტერიტორიაზე, არის რეკრუტირებული როგორც მოსადის აგენტი, ხო? შიგნით ღაზაში. ხო და აი ამ პირობებში მიკროსკოპის ქვეშ ყოფ ღაზაში, როგორ შეიძლება იქ ესეთი შეიარაღება შეგროვებულიყო და როგორ შეიძლება ესეთი შეტევების შესახებ არ ცოდნოდა და თუ ეს ასე არ არის, ანუ თუ ცახალმა მოსადმა სიონისტებმა იცოდნენ
რომ ეს ყველაფერი მზადდება და კეთდება, რა დასკვნები გავაკეთოთ, რატო დაუშვეს მათ ეს. იმისთვის ხომ არა, რომ ისექნათ, რასაც ახლა აკეთებენ ღაზაში. აი მოდი ამითი დავიწყოთ, ჩოთიკო. მე თუ სწორი ინტერპრეტაცია გავუკეთე, ბატონო გიორგი, თქვენს შეკითხვას, მაშინ გთავაზობთ, რომ აი ჩოთიკოს აზრი მოვისმინოთ ამის თაობაზე. ეხლა რა მე კიდე ეს ჩვენ წინა საუბარში ახლა რასაც ვლაპარაკობდით ის მინდა გიორგისაც დაუსვა ეს შეკითხვა. ხო არ არის ესეთ ტენდენცია საერთოდ პოლიტიკაში რომ ყოველგვარი ქმედება მშვიდობისკენ აღქმულია როგორც კრიმინალი. აქედან გამომდინარე აი ეს შენი საუბარი არ არის მიღებული საუბარი, როდესაც შენ იძახი რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს. ხო, მე ეგეთ ტენდენციას ვამჩნევ. ნუ ეხა ორუელის ის რო ამოვატრიალოთ, ესე იგი ომი არის მშვიდობა, უმეცრება არის რაღაცა და ასე შემდეგ ხდება ცნებების ამოტრიალება და მაგის მომსწრენიც ვართ, ხო, ჩვენ უკვე რამდენი 10 წლეულია, როდესაც დაუშვათ იგივე ერაყში იქნებოდა ეს ავღანეთში თუ ასე შემდეგ იგივე ამ უდიდეს საომარ მოქმედებებს ჰქონდა რაღაც დემოკრატიის ექსპორტის და რაღაცის ეგრეთ წოდებული მიზანი, ხო, ბჭყალებში. ხო, რა თქმა უნდა და შესაბამისად, ნუ არც ერთი იმპერიალისტული ქვეყანა რეალურად ომს არ არქმევს რეალურ სახეს და ეს ხდება ამის ეგრეთ წოდებული გაправება სხვადასხვა იმით. ადრე ისე ეს მე მგონი მე-20 საუკუნის 20 ან 30 წლებამდე უფრო ისეთი უფრო თავის სახელებს არქმევდნენ ყველაფერს. ანუ თავდაცვის მინისტრის მაგივრად იყო ომის მინისტრი და მართლა არ იტყუებოდნენ რა. ეხლა უკვე ეს უფრო ის არის შენებული. არაჩვეულებრივი იმაშია, ზღაპარში არის სალამურაში ძილის მინისტრის შეიძლება იყოს ეგრე. და იმიტომ რომ ბატონ ბაიდენი ძინარა ჯოსეს და აგერ იგივე ორუელზე ჩამოვარდა საუბარი და შორს რო არ წავიდეთ იგივე ეს ფაქტ-ჩეკერები და რაღაცები რო არიან ეს არის იქ ხო სიმართლის სამინისტროა ეს არის ეხლა ჩვენი სიმართლის სამინისტრო და ასე შემდეგ და ძალიან სწორი შენი დაკვირვებაა აი უშუალოდ პალესტინის ამბავი რო გავაგრძელოთ ბატონო ლევან სწორედ აღნიშნეთ თქვენ მე უბრალოდ ორი რაღაცის გამო დავსვი ეს საკითხი პირველი ის რომ დაუშვათ ლეგიტიმური ეჭვი არსებობს თვითონ ისრაელის მოქალაქეებში და ებრაულ საზოგადოებაში იგივე და მიმდინარეობს უკვე გამოძიება დაიწყო როგორ მოხდა ეს რომ დაუშვათ იგივე ეს კამერები გაითიშა ეს წარმოუდგენელი რაღაცნაირი ხალხი შევარდა გაიტაცეს თან ისრაელის ტერიტორიაზე სადაც ყველაფერი კონტროლდება და როგორ კონტროლდება კარგად ვიცით ხო ვინც მე არ ვარ ნამყოფი მაგრამ ვინც ერთხელ მაინც არის ისრაელში ნამყოფი იქ 2-3 დღე აყურყუტებენ ხოლმე იგივე სამღვდელოების წარმომადგენლებს რავი ჩვეულებრივ არტისტებს რაღაცებს 2-3 დღე ყოველგვარი ცერემონიის გარეშე და როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ლეგიტიმური ეჭვი არსებობს რომ ხო არ ჭირდებოდა ეს ნათანიაჰუს და დასავლეთს რაღაცა აი ამ ის გამო კაზუს ბელი ზუსტად რა იმისთვის რაც ხდება ეხა ან მეორე თავშოთ სულად სუმართლები არიან და ჰამასი მართლა წელიწად ნახევარი თუ გეგმავდა ამას და ეს თუ ყველაფერი ხელნაკეთი ასე ვთქვათ ბომბებია და ირანის მიერ მიწოდებული მაშინ გრძნობენ თუ არა თავის მორალურ პასუხისგებლობას ისრაელის ის პოლიტიკოსები და ის ელიტა რომელიც თავის დროზე აფინანსებდა ჰამას პირადად აფინანსებდა ჰამას და ეხმარებოდა ჰამას ასე ვთქვათ ჩამოყალიბებაში იგივე რამდენიმე მცდელობა რო იყო მშვიდობის დამყარებისა ხო მათ შორის იყო არაფატის მცდელობა იყო ასევე იცხაკ რაბინის მცდელობა იცხაკ რაბინი იყო ყოფილი პრემიერი რომელიც მშვიდობის პოლიტიკის დამჭერი იყო და რეალურად ის მოკლეს და ეს მკვლელობის კვალი რა თქმა უნდა არ ვიცი ეს დამტკიცებულია სასამართლოს მიერ თუ რაღაც არავინ არ დაგწამოს მაგრამ მოკლედ მიდის რაღაცნაირად ნათანიაჰუსკენ რომელიც არის აი ეგრეთ წოდებული warmonger-ი რომელიც არის აი ტიპიური ისეთი ნუ ამერიკაში რომ მოვიყვანოთ მაგალითი რაღაცა ქორებს რო ეძახიან დაგეშილია ომზე დაგეშილია პალესტინელების ხოცვა-ჟლეტვაზე და არავინ პასუხს არ ათხოვს უფრო რო გავშალოთ ეს თემა ხო ვერ მოხდებოდა ისრაელის ესეთი ასე ვთქვათ პარპაში რო არ ქონოდა უფროსი ძმის მხარდაჭერა
ჩვენ რო ავიღოთ გაეროს უშიშროების საბჭო და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოების რაოდენობა, რომ 5-6 წევრია, ხო, რომელი ქვეყანა ადებს ვეტოს, აბსოლუტური ჩემპიონი არის პალესტინის საკითხში აშშ-ის მიერ დადებული ვეტოები ისრაელის სასარგებლოდ. ეს თან 10 წლეულების განმავლობაში. ხომ, აი საინტერესო ამბავია კიდე გიორგი, რომ ზუსტად ეხლა ხელისუფლებაში არიან დემოკრატები ამერიკაში, ხო? შეერთებულ შტატებში და დემოკრატები ის ფლანგია და მათი ამორჩეველი ძირითადად არის პროპალესტინურად განწყობილი ისე და როგორ მოხდა ეს? აი ძალიან კარგი შეკითხვა და ძალიან კარგი დაკვირვება. ეს არის რეალურად იმის ნათელი დასტური, რომ ეგრეთ წოდებული წარმომადგენლობითი დემოკრატია რეალურად არ მუშაობს. ანუ საზოგადოებრივი აზრი, დემოკრატების ელექტორატი პირდაპირ მხარს უჭერს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ასე ვთქვათ, გლობალურად თუ ავიღებთ ამ კონფლიქტს, არის პალესტინელების, ანუ ამ შემთხვევაში ჩაგრულების მხარეს, მაგრამ იგივე ბაიდენი, იგივე ეს დემოკრატების პოლიტიკური ელიტა ჯერჯერობით ყურადღებას არ აქცევს თავისი ამომრჩევლის და თავისი ელექტორატის განწყობებს, იგივე კონგრესშიც ანალოგიურად, ხო? კონგრესმენებსაც არ გააქვთ ეს მაშინ როცა ამომრჩეველი და მოქალაქეები და უშუალოდ მხარდამჭერები პირდაპირ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტას. აი სად მოდის წინააღმდეგობაში წარმომადგენლობითი დემოკრატია. ხო და აი ეგ იმიტომ ხო არ ხდება გიორგი, რომ ეს ცნობილი დამთვლელი მანქანები, რომელიც არჩევნებს ითვლიან, სულ უფრო და უფრო ძლევამოსილები ხდებიან. და ხო არ ხდება საერთოდ დეზაუირება საერთოდ ამორჩევლის აზრის, იმიტომ ამორჩეულს აზრი ეკარგება თუ მანქანა კარგად ესე იგი შეაკეთე თუ რა ქვია მომართე, ხო? ნუ გაყალბების მანქანა. ხო, კარგად მომართეს და თუ რაღაცა ახალი ტექნოლოგიები ჩართეს კი, მაგრამ მაინც მეტნაკლებად უწევთ მაინც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. ეხა ევროპელ ლიდერებს შორის მაკრონი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოვიდა და თქვა, რომ პირდაპირ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, ესე არ შეიძლება ამის გაგრძელებაო. იქამდე გაერო გამოდიოდა გუტიერეში აკეთებდა განცხადებებს. სხვათა შორის გაეროს დაიღუპა 60-მდე თანამშრომელი პალესტინაში, 60-მდე მაშველი გაეროს. და როგორც კი გაბედა, ესე იგი გუტიერეშმა რაღაცა, არგუმენტირებული კრიტიკა ისრაელისა გამოვიდა. ნათანიაჰუ გამოვიდნენ სხვა სხვა წარმომადგენლები ხელისუფლებისა და დაიმუქნენ პირდაპირ გაეროს. ისრაელის ხელისუფლებას გულისხმობ. ანუ აი უბრალოდ მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ რაღაცა აი ბავშვს რო აკითხები, გამდის და ვაკეთებ, აი მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ, აი მსგავსობისა, რასაც დაუშვათ დღეს აკეთებს ისრაელის ხელისუფლება და თან არის თემა, ჰოლოკოსტის თემა, რასაც ექსპლუატაციას უწევს ძალიან კარგად. იგივე ხო ის ვარსკვლავი რო დაიმაგრეს, ხო და არის ანუ ყველამ კარგად იცის ნოამ ხომსკი, ებრაული წარმოშობის ინტელექტუალი, ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, ლინგვისტი, საგარეო პოლიტიკის კომენტატორი და ასე შემდეგ, დღემდე ცოცხალია, 90-ს გაცილებულია და მას ჟურნალისტი რო აკითხება, აი ეს თემა აქ საკმაოდ კარგად შესწავლილი და დაჟე წიგნებიც აქვს ჩამოთვლილი, როგორ იყენებს ისრაელის ხელისუფლება ჰოლოკოსტის თემას. როგორც კი ვიღაცა გაბედავს მის კრიტიკას, რომ ავტომატურად მიაწეპონ ანტისემიტის და ანტისემიტიზმის იარლიყი. ხო, ეს ძალიან საინტერესო. ლევან, შენ რა სიტყოდი აი ამ კონტექსტში რა, მაინც ჩემი აზრით ძალიან თავისებურად ახსნა გიორგიმ და ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მე ვეთანხმები ბევრ რამეში ბატონ გიორგის და რამოდენიმე შტრიხს დავამატებდი. ჯერ ერთი ხიდი მინდა გადავდო, რაზეც საუბრობდით აქამდე, აი როგორ შეიძლებოდა ღაზას შეიარაღება და ღაზას თავდასხმა მომხდარიყო ისრაელის სახელმწიფოს ცოდნის გარეშე, ხო? მე მგონი ცხადია, რომ ეს შეუძლებელი იყო. და ანუ მოხდა ამისი დაშვება. და ძალიან გავს ეს 11 სექტემბრის ტერაქტებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეტი და მეტი მასალა არსებობს ამ წლებში, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ
ტერორისტული საფრთხე ამერიკის შეერთებულ შტატებს, თქვათ, ყოველთვის ჰქონდა ახლო აღმოსავლეთიდან, მაგრამ აი ამ ტერაქტების ორგანიზება და ამ პილოტების ტრეინინგი ამერიკაში და აი ამ ტერაქტების ასე ვთქვათ დაშვება, ისევე როგორც იტალიელი ჟურნალისტის დამავიწყდა მისი გვარი, ცნობილი გამოძიება ამ ორი ცათამბჯენის აფეთქების ალოგიკურობაზე. ანუ თვითონ სტრუქტურა ამ აფეთქებისა საინჟინრო თვალსაზრისით ვერ აიხსნება ზევით დაჯახებული თვითმფრინავით. თუ თვითონ რკინაბეტონის კონსტრუქციები გამჭოლი არ იქნა დანაღმული და ერთდროულად დეტონირებული, რაც იწვევს ჩამოშლას ამ ცათამბჯენებისა. და ამას ყველაფერს აი დააკვირდით, ჭინკები დასცინიან როგორც შეთქმულების თეორიებს. ანუ პირდაპირ შეგიძლია შეხედო, რასთან გააქვს საქმე. ანუ 11 სექტემბრის ტერაქტები, რომლებმაც საბაბი მისცა და შეგახსენებთ, რომ მაშინ დემოკრატები არ იყვნენ სათავეში, რესპუბლიკელები იყვნენ, ჯორჯ ბუში უმცროსი იყო სათავეში, ხო, ქვეყნისა. საბაბი მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში იმ 20 წლიანი ომების წარმოებისა, რომლის შედეგადაც 2 მილიონზე მეტი არაბი დაიხოცა. და ამრიგად ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი განვიხილოთ არა როგორც ეპიზოდები, არამედ როგორც ერთიანი სტრატეგიის ტალღები. ანუ ეს არის გრძელვადიანი თანმიმდევრული სტრატეგია მსოფლიოზე ბატონობის აღების მცდელობისა, რომლის ნაწილიც არის ის, რაც ეხლა ხდება ღაზაში. ეს ერთი. მეორე, რასაც მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თვითონ ისრაელის სახელმწიფო როგორც სტრუქტურა, როგორც კულტურა, რადიკალურ კონტრასტში არის დედამიწის ამ ნაწილის ტრადიციებთან. მაგალითად, თელ-ავივის მამათმალური ფსევდოკულტურა, რომელიც გაიფურჩნა განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში, ანუ თელ-ავივი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი ქალაქი ამ თვალსაზრისით. მისი ყოველწლიური ეგრეთ წოდებული აღლუმები მამათმავლებისა, ხო? არის, აბსოლუტური ოპოზიტი გარემომცველი რეალობის და გეოგრაფიის პირობებში. ანუ მთელი ისლამური სამყარო, იქით სამხრეთისკენ მთელი აფრიკული სამყარო, იქით აღმოსავლეთისკენ მთელი აზია არის როგორც სრულიად მიუღებელი. ყველა რუსეთი ამის ყველაფერს ეს არის როგორც ესეთი წვეტიანი ნაჩხლეტი დასავლური ცივილიზაციის კუნძულისა, ძალიან პარადოქსული, იმიტომ რომ დასავლური ცივილიზაციის კუნძული თამაშობს მაინც რაღაცა ფორმით დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას, თუმცა სულ უფრო და უფრო უჭირს ამის თამაში, ხო? ასე მაგალითად არაერთხელ მithქვავს, რომ მე რუსეთში ბევრჯერ მინახავს ამერიკელები სხვადასხვა რუსულ ტელეარხებზე, როგორ იცავენ ამერიკის პოზიციებს, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ერთხელ არ მინახავს არც ერთ ამერიკულ ტელეარხზე ერთი რუსი წამლად, რომ იცავდეს რუსეთის პოზიციებს, ხო? ეს სიტყვის თავისუფლებას რაც შეეხება. მაგრამ რო დაუბრუნდეთ ამ ცივილიზაციულ კონფლიქტს, ანუ ისრაელი არის ესეთი უცნაური ანომალია, მინი მოდელია ამერიკის შეერთებული შტატების ფსევდოკულტურისა, თავისი რეზერვაციებით, აი როგორც წითელკანიანებისთვის ჰქონდათ შემოღობილი რეზერვაციები, ხო? ზუსტად იგივეა ვესტბანკი და ღაზა. შესანიშნავი შედარებაა თავისი ხო, აი რასისტული თავისი, აი პირდაპირ არის გადატანილი თითქოს აი ეს რასისტული სუპრემატიზმის სტრუქტურები, პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, ფსევდოდემოკრატია, სინამდვილეში ნამდვილი დიქტატურა და ადამიანის კანის ან რასობრივი წარმომავლობის ნიშნით ხოცვა, ხო? და ამრიგად აი ძალიან საინტერესო რაღაცას თქვა პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა, რომელიც მე ძალიან მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატების გადამდგარმა სამხედრომ, რომელიც იყო ტრამპის ადმინისტრაციაში უფროსი მრჩეველი სამხედრო საკითხებში. მას თქვა, რომ ჰოლანდის სიმაღლეებთან მოგზაურობდიო ამ რამოდენიმე წლის წინო, ჩემს მეგობარ ებრაელ სამხედროსთან ერთადო, გადამდგარი ახალის ოფიცერთან ერთადო და მან უცებ მითხრაო, რომ დუგლასო, მე ვთვლიო, რომ ჩვენო მართლა მადაგასკარში უნდა გადავსულიყავითო.
ეხლა ცოტა ვინმე თუ იცის საქართველოში რომ როდესაც ერთი ვარიანტი იყო განიხილებოდა ხო ერთ-ერთი ვარიანტი იყო არა ისრაელში მათი ჩასახლება, არამედ მადაგასკარის აყვავება და არგენტინაშიც იყო. კი ბატონო და ნუ ეხლა და რატო მე ვკითხეო მაგრეგორი იძახის ამ ჩემ ებრაელ მეგობარსო და მან თქვა რა ჩვენ აქ ენერგია და ეს დავხარჯეთო ხო რესურსები ავაყვავებდითო აი გავიფურჩქნებოდითო გარშემო მტრები არ გვეყოლებოდაო და გენიალურ ქვეყანას შევქმნიდითო მთელი ამ ჩვენი ტალანტებით მაგრამ საქმეც ეგ არის რომ აი ამ ერთის ხრივ თითქოს ებრაული ფულის მთლელობის და რაციონალიზმის მიღმა ისრაელის პროექტში დევს ღრმად ირაციონალური რელიგიური სიონისტური იდეოლოგია, რომელიც სრულად მიუღებლად აი ეს იმ ჩვენი ლიბერალებისთვის, ვისაც მიაჩნიათ, რომ ლიბერალიზმი იდეოლოგიის გარეშეა და გლობალიზმი იდეოლოგიის გარეშეა. ქვაღორღია ელემენტარულად, ღმერთმა მაპატიოს წმინდა მიწაზე რო ვილაპარაკოთ, ხო? მაგაზე უნაყოფო, მაგაზე გამომშრალი, მაგაზე არაპერსპექტიული და მაგაზე მტრულ გარემოში, მაგრამ ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ნატრა რომ დაბრუნებოდნენ თავიანთი წინაპრების მიწას, აღედგინათ იქ სახელმწიფოებრიობა. ეს ჩემთვის მე ახლა ამას ყოველგვარი ყალბი იმის გარეშე ვიძახი. აი უბრალოდ მისაბაძი და სათაყვანო ეროვნულობის ნიშანია. უბრალოდ ამ სწრაფვაში, ამ ერთგულებაში შენ ებრაელობისა, შენ არასოდეს არ უნდა გააკეთო ის, რომ რომელიმე სხვა ხალხი, რომელიმე სხვა მით უმეტეს შენი ნათესავის ემიტები, ხო? ერთი მამის შვილები ხართ, ა ブラ ამის შვილები ხართ. იშმაელი იყო აგარის შვილი და ამიტომ აგარიანელებს გეძახდით ჩვენ საუკუნეების მანძილზე და ესა რა ქვია, ისააკი იყო სარას შვილი, ხო? ისე დაჩაგრო, ისე ფეხებზე დაიკიდო, ისეთ რეზერვაციებში აცხოვრო. აი ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და არა ის რომ ვთქვათ ებრაელები ვეცდილობენ თავიანთი სახელმწიფოს შექმნას. ერთი რამე მინდა თქვა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი აზრით თვითონ სტრუქტურა ამ საზოგადოების ბევრმა არ იცის. და იგივე ფათხი, რომელიც არის მეორე ნაწილი, ესე იგი ხელისუფლებისა პალესტინაში, ფათხის ძირითადი შემადგენელი ნაწილი მემარცხენე მოტივაციის ხალხია. სეკულარისტები? ხო. და ისინი გაცილებით უფრო, ну, როგორ ვთქვა, მშვიდობისკენ მიმართული ხალხია, ვინემ ეს ხამასი, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა, როგორც ამბობენ, მუსულმანებისგან, ხო? მაგრამ რამდენად აქვს შანსი ამ ფათხს ახლა საუბარია, რომ თითქოს ის უნდა დაბრუნდეს და თვითონ ბაიდენმაც კი დიდმა ბაიდენმაც კი გამოაცხადა, რომ ესე იგი ის უნდა ჩაუდგეს სათავეში ამ ორივე ანკლავს, რომელსაც ქვია გაზა და დასავლეთი ნაპირი. 80-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო ფათხი, მაგრამ აი ამ სამხედრო მოქმედებების ფაქტობრივად აი ამ მასიური ის მახსოვს თუ გახსოვს ძალიან პოპულარული ის იყო არაფატკას ეძახოდნენ ყველა ახალგაზრდას ევროპაში ჰქონდა ეს თავსაბურავი რომ გამოვიდა იმის ზეითუნის იმით და ეგ ცნობილი გამოსვლა იყო და უბრალოდ აი ამ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის და აი ესეთი გამანადგურებელი ოპერაციების მერე მემარცხენეობის საზრისი მან დიკარგება უკვე და შესაბამისად მე ასე მგონია რომ ის ხალხიც კი ვინც ძალიან მშვიდობიანად არის განწყობილი პალესტინაში და ვინც იყო მშვიდობიანად განწყობილი და ვისაც ფაქტობრივად ოჯახის წევრები ეღუპება თვალწინ და ეს მთელი ეს ბავშვები რაღაცა საავადმყოფოები იბომბება და ყველა აღნიშნავს ამას ტოვილების ბანაკი დაბომბეს, საავადმყოფოები დაბომბეს, სასწრაფო მანქანები დაბომბეს და ყველაფერს აბრალებენ მერე იმას რა ქვია ჰამას. აი ხა ჰამას სადაა ჯერ ეგერთი ისეთი სიზუსტის რაკეტები რო პირდაპირ ის დაბომბოს და მერე ეს დასავლურმა გამოცემებმა შეისწავლეს რაკეტების ტრაექტორია ასე შემდეგ და არ დადასტურდა ის ჰამასის რაკეტები არ იყო და დიდი ალბათობით არის ისევ ისრაელის რაკეტები და აგერ წინა კვირას 7 ებრაელი მოკლეს თვითფრინავით, ანუ
ფაქტობრივად ყველას და ყველაფერს ესვრია და თავისი მოქალაქეებივე 7 თუ 8 ადამიანი დახოცეს რა და შესაბამისად აი ეს სამხედრო მოქმედებები ჩემი აზრით დაპირისპირების ხარისხს და გრადუსს კიდევ უფრო გაზრდის და აი აქ უფრო რადიკალურად გაწყობილი ძალები იქნებიან ტრენჩში. ესე მგონია სამწუხაროდ მე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ჩანს. ბატონ ლევო, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ აი ესე იგი ფერადი ფაშისტები, ხო, ფაქტობრივად ამ ცისარტყელის დროში დარბიან და აი ჩვენთან ხო ბევრია ესეთ ფერადი ფაშისტები რეალურად, აი დროშებით რო დარბიან და ფაშისტური იდეოლოგიის მომხრეები რო არიან, რომ ადამიანების დისკრიმინაცია მოხდეს ამ პასპორტის მიხედვით ან რაღაცა, ბევრი გვყავს აქ ჩვენს მდიდრები ვარ, მაგრამ იქ უფრო სხვა მასშტაბია და ესენი ამას ამბობენ, რომ აი ჩვენ ხო აი თქვენი დასავლური ღირებულების ესე ვთქვათ გამტარებლები ვართ აქ და ჩვენ ამ ყველაფრის უფლება გვაქვს. აი ჩვენთან აი აქ გეი პარადები ტარდება და ასე შემდეგ და ასე რომ ჩვენ ვართ დასავლური სავანე აი ამ ახლო აღმოსავლეთში და ამიტომ რაც მოგვესურვება ყველაფერს ვიზავთ და სხვისთვის თუ ეს ომის დანაშაულია, ჩვენთვის ეს ომის დანაშაული არ იქნება, ხო? ინდულგენცია. კი, ინდულგენცია აქვს ერთგვარი. და გვახსოვს იგივე როცა იგივე რუსეთი ბომბავდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ამას ომის დანაშაულს ეძახდნენ და ეს ესია, მაგრამ როცა ისინი ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ეს არ არის ომის დანაშაული. ასევე კიდევ ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო ბატონ ლევან ყურადღებას, სწორად აღნიშნეთ, რომ მართლა სემიტები ორივე თანამოთანათესავე, ასე ვთქვათ, ერია, ხო და ასევე ახლო აღმოსავლეთი იყო იმ მხარეთაგანი, სადაც არასდროს არ ქონდა ადგილი ებრაელების დევნას. მაშინაც კი, როცა ძალიან დიდი მასიური ტალღები იყო ებრაული იმიგრაციისა, ისინი იღებდნენ ძალიან კარგად, даже ის ხალხიც კი, ეთნიკური ებრაელები, ვინც არ წასულან და ცხოვრობდნენ იქ, არასდროს არ განიცდიდნენ, ხო, არასდროს არ განიცდიდნენ შევიწროვებას და 48 წლის მერე უკვე რაც ებრაელებმა ეგრეთ წოდებული ნაკბა დაიწყეს, როდესაც ამოხოცეს რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლები, პალესტინელები და ფაქტობრივად აი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, მე ამის მერე გაღვივდა აი ეს მტრული დამოკიდებულება. ჰარი ტრუმანის გამოსვლა არსებობს, სადაც ის აღნიშნავს 46 წლის გამოსვლა, როდესაც აღნიშნავს, რომ მე ვიცოდიო, რომ პალესტინელები უარჯზე იყვნენ, რომ იქ შექმნილიყო ებრაული სახელმწიფო. და სხვათა შორის აი ძალიან კარგად ჩანს ამერიკული იმპერიალიზმი აქ, მაგრამ მე როგორც ამერიკის პრეზიდენტმაო გავაკეთე ის, რაც უნდა გაეკეთებინა ამერიკის პრეზიდენტს და ყურადღება არ მივაქციე, რას ფიქრობდნენ პალესტინელები. ანუ ფაქტობრივად სხვის ტერიტორიაზე, ანუ ეს ჰოლოკოსტი და ეს უბედურება, რაც მართლა უდიდესი ტრაგედია იყო კაცობრიობის ისტორიაში და რისი მსხვერპლიც იყვნენ ებრაელები, ხო თავიდან ბოლომდე დასავლური ფენომენია, ხო დასავლეთში ესე ვთქვათ, გაღვივდა და დასავლეთში ევროპული, ხო დასავლური და შესაბამისად ამ პრობლემის მოგვარება ისევ სხვის ხარჯზე გადაწყვიტეს, ხო? არც ერთი ვარიანტი არ იყო იქ მათი სახელმწიფოს შექმნისა, ან დაუშვათ ბრიტანეთის რომელიღაც კუნძულზე, ან რა ვიცი მე, ან საფრანგეთის რომელიღაც, ну რამდენიმე ვარიანტი იყო, ერთი იყო არგენტინაში, მეორე ანგოლაში, მესამე მადაგასკარში და მეოთხე იყო ეს ვარიანტი. და ის მაგრამ ეს თემა რო დავასრულოთ, ის გეგმაც კი რაც გაეროს ქონდა 47 წლის გეგმა, ესე იგი 55%-ს აძლევდა ისრაელს. იმის მიუხედავად, რომ ებრაელები იყვნენ ორჯერ ნაკლები რაოდენობრივად უკვე ჩასახლებულები და ასე შემდეგ, მაინც ორჯერ მეც აძლევდნენ და ნაყოფიერ მიწებს და დღესდღეობით ებრაელები აკონტროლებენ 85%-ს უკვე საერთო ტერიტორიის, ანუ 30%-ით მეტის ოკუპირება მოახდინეს. და ასევე ის მომენტი, თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ აი რაღაცა ეგ უკვე ცივი ომის ფაზაში ისედაც არის მესამე მსოფლიო ომი და აი უკვე რაღაცა ცხელი ფაზებიც გვიახლოვდება, იმიტომ რომ აი რო ავიღოთ ეხა მხედველობაში რომ მივიღოთ ერდოღანის სიტყვები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავიდა გერმანიაში და გერმანიაში ჩასვლამდე განაცხადა, რომ ისრაელი არის ტერორისტული სახელმწიფო, ერთი წამით ამას ამბობს ნატოს მეორე ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალის და შეიარაღების და ჯარის მქონე ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ამბობს ამაზე ისრაელს, რომ სამხედრო და ტერორისტული ქვეყანა ჰამასი არ არისო, ეს პოლიტიკური პარტიაო. გერმანიაში
გასაგები მიზეზების გამო ხელისუფლება პირდაპირ ვერ აკრიტიკებს ისრაელის ხელისუფლებას, მაგრამ მოუწოდებენ რაღაცა იქაც რომ ცეცხლი შეწყდეს. აქეთ იგივე სი ძინპინი აგერ რამდენიმე დღის წინ შეხვდა ბაიდენს, ესეც ალბათ ეს შეხვედრაც მეტწილად იმიტომ მოხდა რომ რაღაცა მართლა უფრო გლობალურში არ გადაიზარდოს ეს კონფლიქტი. ბარემ შევეხოთ ბატონო ლევანა, იგივე აი რამდენიმე კვირის წინ იყო ძალიან აქტუალური, მაგრამ ეხაც პრინციპში შეიძლება ამაზე შევლობა ზალუჟნის წერილი ეკონომისტში, ვასილი ზალუჟნის, რომელიც უკრაინული ვესეუს ეგრეთ წოდებული მეთაურია და ასევე საიმონ შუსტერის, ამერიკელი ჟურნალისტის, რომელიც იკვლევს ძალიან კაი მკვლევარია პოსტსაბჭოთა სივრცისა და მათ შორის უკრაინაზე მუშაობს, საიმონ შუსტერის წერილი, ესე იგი ზელენსკიზე უკრაინის იმედგაცრუებაზე, იმაზე რომ დასავლეთი აღარ ეხმარება სათანადოდ, იმაზე რომ უკრაინაში უკვე ეს კორუფციული სქემები ძალიან დიდ მასშტაბზეა ასული და შესაბამისად დასავლეთიც რომ დაიღალა ამ უკრაინის ომით და აი სად მიდის ეგრეთ წოდებული ფინიში. ხო, როდის იქნება, რა სახით, წლის ბოლომდე იქნება აქ რაღაცა ჩრდილოეთი და სამხრეთ კორეის მაგალითი, თუ იქნება სხვა მაგალითი, იმიტომ რომ ორივე მხრიდან ჩვენ უკვე იგივე არესტოვიჩის ახმოვანებს, ხო, რომელიც ახლა ვითომ უკვე ოპოზიციაში ჩაუდგა ზელენსკის, ახმოვანებს ამ იდეებს, რომ ეს ომი უკვე უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ გადის ერთი თვე 5 კილომეტრით მიიწევენ წინ, გადის მეორე თვე 3 კილომეტრით ბრუნდებიან, ფაქტობრივად ეს შეხების ხაზი არ იცვლება. მაშინ როცა ათასობით და 10,000-ობით ადამიანი კვდება და ალბათ მთავარი მომენტი ახლა აქ ის არის, რომ როგორ აიცილოს მთელმა მსოფლიომ აი მესამე მსოფლიო ომი, რისი რეალური საფრთხეც არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ გაერო თავის ფუნქციას ფაქტობრივად ვერ ასრულებს და ეს უკვე რაღაც კასტრირებულ ორგანიზაციას დაემსგავსა, რაღაცა რეპორტების წერით შეიძლება იყვნენ დაკავებული და ბოდიში და ცუდად გამომდის, მაგრამ აი გარდაცვლილთა აღრიცხვით ან რაღაც ამით და ბოდიში რომ გამიგრძელდა და აი რა შეიძლება მოხდეს, რომ პრინციპში აი რაზე შეიძლება მოილაპარაკეს ბევრი რაღაცაა დამოკიდებული სი ძინპინმა და ბაიდენმა, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა პოლისის წარმომადგენლები არიან, იგივე შეიძლება იქ საუბარი იყო თავისი გავლენის ზონებზე, როგორ მოხდა გაყოფა, იგივე ძალიან გააქტიურებულია კავკასიაში ეს მაკრონი და საფრანგეთი და აი ამით რომ რა ვიცი რაღაცნაირი შეჯამება რო გავაკეთოთ მაშინ. მე ამის გამოსავალი რო ვიცოდე, გიორგი, ხო ალბათ აქ არ ვიჯდებოდი და უფრო ძალიან მნიშვნელოვან როლს შევასრულებდი მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესებში. მაგრამ მე შემიძლია მხოლოდ ზნეობრივი რაღაც ფაქტორზე ვისაუბრო, რომელზეც საუბრობ, რომ ჩემი აზრით ყველა ვარიანტში უნდა შეწყდეს ესე იგი ცეცხლი. ეს უკრაინაშიც და პალესტინაშიც და ყარაბაღშიც და ყველგან და ეს არის უალტერნატივო. იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ნამუსი აქვს და სინძის რაღაც ნატამალი აქვს შერჩენილი და მაგრამ ჩვენ ვიცით არაჩვეულებრივი პიესა ბერტოლტ ბრეხტის დედილო კურაჟი. ხო, საოცარი პიესაა, როდესაც ქალი, ვაჭარი ქალი ომზე აკეთებს ფულს. და მერე ძალიან ტრაგიკულად თავდება მისი შვილის ესე იგი დაღუპვით, ხო? და მანამდე ამ ხალხის შვილებს, ვინც ამ ომს კვებავს, არ შეეხება ესა პირადად. ხო, ეს ადამიანები ვერ მოეგებიან გონს და ეს შემთხვევით არ დაწერა არაჩვეულებრივმა ჰუმანისტმა და დიდმა დრამატურგმა ბერტოლტ ბრეხტმა ეს პიესა და მე მგონია რომ ყველამ უნდა გადაიკითხოს ეს და ის ცნობილი დედის ყვირილი, ხო, რომელიც თავდება ეს პიესა, ხო, ეს კივილი, ხო? მე მგონი ყველას თვალწინ უდგას თუ არ უნახავს ეს სპექტაკლი, ფოტო მაინც უნახია, ხო, არაჩვეულებრივი შემსრულებლის ამ როლის და ეს დედილო კურაჟის მდგომარეობამდე არ უნდა მიიყვანონ მსოფლიო და ჩვენ ყველამ უნდა მოუწოდოთ
ჩვენ მთავრობასაც რომ სამხრივი იქნება და გამოფენს ერთი რა ქვია სახელმწიფოს თუ ერთი ერის დროშას და იქნება მხარე ამ სისხლისღვრაში, ხო? ნურც რუსულ-უკრაინულ სისხლისღვრაში და ნურც ისრაელ-პალესტინულ სისხლისღვრაში და ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება რაღაცა სათნოს აქციელი გავაკეთოთ რა. და მე მგონია რომ ამ სათნოებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ სისტემაში კოორდინატების, ჩვენ აზროვნებაში, ჩვენ მორალში, ხო? ჩვენ ესე გვასწავლდნენ, ხო? და აქედან გამომდინარე მხოლოდ შემიძლია ვთქვა. გავლენა მე მეტი არა მაქვს. კაი იქნება ჩვენი მთავრობა ხო იმ შვიდობის რაღაცა შვიდობისკენ მიმავალგან აბიჯებს თუ გადადგავს მე მგონი პირველი ყარაბაღის ომის დროს ანუ 2 წლის წინ გულისხმობ იქ ღარიბაშვილმა რაღაცა როლი ითამაშა ტყვეების გაცვლაში ასე შემდეგ და მშვიდობაც რო გავიტანოთ ხო საექსპორტოდ კაი იქნება ხო თან ახლა ეს უნიკალური პროდუქტია იმიტომ რომ როგორც ჩვენ დასაწყის საუბარში ვთქვი ეს თითქმის დაჟადი გახდა ესე მშვიდობაზე საუბარი ხო ესე იგი დანიშვიათი პროდუქტი. ხო, მე ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიძახოთ, რომ არ გვინდა ომი და იყოს შვიდობა და მე ცოტა მაღიზიანებს ეგეთი ჩვენი პოზიცია, იმიტომ რომ იმასნია ის სრულიად არარეალისტურად და ფუჭად. ანუ მე უფრო მომხრე ვარ რეალიზმის და ჩემს წარმოდგენაში შეიძლება ვცდებოდე რეალიზმი კარნახობს იმას, რომ ომი სულ იქნება დედამიწაზე ის რაღაცა ხელოვნური პატარა პერიოდი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით, როცა გვეგონა რომ ომები აღარ იქნება, იყო სრული იდიოტიზმი, იმიტომ რომ ჯერთი ომები სულ მიდიოდა, უბრალოდ ჩვენ მედია მათ შესახებ არ გვიყვებოდა და თქვათ იემენში ან სუდანში, როდესაც ადამიანები იხოცებოდნენ, ჩვენ ფეხებზე გვეკიდა ეს, იმიტომ რომ იმ პანჯარაში, რომელშიც ჩვენ გვაჭყიტებდა ლიბერალური დასავლეთი, ეს ტრაგედია არ არის. და აქედან გამომდინარე, ეს რაღაც ესეთი პაციფისტური, ნუ იქნება ოღონდ ომი, სხვა რაც გინდა იყოს პოზიცია, მე არარეალურად, მავნებლურად და არაპროდუქტიულად მიმაჩნია ჩემოშოთა, სრულად ვიზიარებ შენს ჰუმანიზმს და ვიცი რომ გულწრფელად იძახი იმას, რასაც იძახი, მაგრამ მეორე მხრივ, სულ არ მედარდება ეხა ვის მოეწონება, რომელ გაფარჩაკებულ, გაფემინისტებულ რაღაც ჩვენ ესეთ არსებას, ესეთი ჩემი საუბარი. მე ვიძახი, ომი სულ იქნება, ყოველთვის იყო, ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება. ეს ერთი. დაიყოს ხო არ იძახი, ლევან. დაიყოს არ ვიძახი, მაგრამ არც იმას ვიძახი, რომ არ არის თქო რა. და მე ვიძახი, რომ ომისთვის ემზადე, მშვიდობა გინდა ომისთვის ემზადე. ნებისმიერი ერთობა, იმ დღეს რუსეთში რო ლექციას ვკითხულობდი რუსეთის ნაციონალურ იდეაზე, ამას იმიტომ კი არ ვიძახი, რომ რაღაც ამპარტავნებით ვლაპარაკობ. იმიტომ ვიძახი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც პროცესები მიდის აქაც რუსეთშიც და მე მიხარია რომ ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი არ აქვს მნიშვნელობაში ამ შემთხვევაში მონაწილეობ ამაში და მე რუსებს ვეუბნებოდი რომ ნებისმიერი ერთობის პროგრამა მინიმუმი არის თავის გადარჩენა და პროგრამა მაქსიმუმი არის გამრავლება. ანუ როგორც მინიმუმ, აი ერთობა გინდა ერი იყოს, გინდა ოჯახი იყოს, გინდა ცივილიზაცია იყოს, გინდა სახელმწიფო იყოს. პროგრამა მინიმუმი არის გადავრჩეთ და პროგრამა მაქსიმუმი არის გამრავლეთ. ჩვენ ახლა ამ ორს ვერცერთს ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ მცირდებით. ხდება ჩვენი განადგურება. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ის, რაც სახელმწიფოში ხდება ბოლო 30 წელია, იყოს მისაღები და ითვლებოდეს პროგრესად. იმიტომ რომ ჩემი ერი განახევდა რაოდენობაში, დალპა დავარდა, განათლება გაუნადგურდა, ტერიტორიები შეუმცირდა, განარკომანდა, გაირყნა და ასე შემდეგ. ამიტომ ეროვნული პოლიტიკა არ არის ისა რა ქვია, როგორ გითხრა, რაღაცა ფანატიზმი. ეს არის პრაგმატული, რეალისტური ჩვენი შვილების გადარჩენის პოლიტიკა. აი ჩვენ ახალგაზრდებს რო ეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ბოროტები, რომლებიც მათ ბედნიერებას უშლით და მათ ბედნიერება ელოდებათ მაგალითად იმ იდეოლოგიაში, რომელსაც მათ დასავლეთი
სთავაზობს, ხო? მე მინდა მათ მე ვერ მივაწდან, ეხა ვიტყვი და ალია ბალია 30000-მა კაცმა ნახოს, მაგრამ ყველანი ვინც ამას ნახავთ, გადაეცით ჩვენ შვილებს, ვინც მე არ მისმენს და გონიათ რომ მე ბუა ვარ, რომ შვილებო თქვენ გხოცავენ. მატარებლები იმ იდეოლოგიისა, რომლებსაც უნდათ რომ სახელმწიფო იყოს ლიბერალური, არ კონდეს მკაფიო სტრუქტურები, არ კონდეს დაბალანსებული პოლიტიკა თავის მეზობლებთან, არ იყოს მკაცრი, რომელიც იცავს თქვენს ჯანმრთელობას, როგორც ფიზიკურს, ისე მორალურს და მიუშვას თქვენ ნებაზე. თქვენ გხოცავთ, იმიტომ რომ მე თუ ჩემ შვილებს მიუშვებ, აი თოთო ასაკში თავის ნებაზე, ისინი გასკდებიან შოკოლადის ჭამით, დაავადდებიან და დამეხოცებიან ჯვარი მწერია. ესე არის ლიბერალიზმი. ლიბერალიზმი არის ესეთი შეფარული მკვლელობის იდეოლოგია. ამერიკელი კონსერვატორები მას სიკვდილის კულტურასაც კი უწოდებენ. ამიტომ ისა შოთიკო, ჩემი თავი გენაცვალოს ამ შენ პაციფიზმში, მაგრამ საერთოდ შორს ვარ მისგან, რომ ისა ნუ იქნება მოუწოდო, რა უნდა მოუწოდო, კაცო, კი არა მოუწოდო, უნდა დავიკაპიცო ხელები და სანამ შემრჩენია 3 მილიონი კაცი მაინც და სახელმწიფოს რაღაც ნიშნები მაინც, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს 3 მილიონი გახდეს 10 და 20 მილიონი და ეს სახელმწიფო გაძლიერდეს, გესმის? და აი მხოლოდ ესეთი მენტალი და უნდა მეცმოდეს, რომ ომი სულ იქნება, მათ შორის ჩემთანაც მოვა ისევ ადრე თუ გვიან და უნდა კაცები ვიყოთ და მზად ვიყოთ ამ ომისთვის. სროლაც უნდა ვიცოდეთ, ვარჯიშის ფიზიკური გაძლებას და მხეცებიც უნდა ვიყოთ, როცა ომი გამხეცდება რა. და აი ახლა ესეთი მაგალითი მოუყვანე რუსებს რა, რომ 7 თაობა ჩემი შვილების მე თუ დამიჯერებს, ხო? აი მე ხომ მყავს 8 შვილი, მე და ჩემ მეუღლეს. 7 თაობა მე თუ დამიჯერებს და მაგდენივე შვილი ეყოლება, ჩვენს ოჯახში იქნება 2,97,000 ადამიანი. რომელთაგანაც აი აიღეთ კალკულატორი და 8-ჯერ 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 8 7-ჯერ გააკეთეთ. და გამოგივით 2,97,000 და ეს არ არის utopia. გასაგებია, საშუალოდ ვიძახი. გესმის? და ერთ ოჯახს თუ შეუძლია 7 თაობაში 35 წლის ნაბიჯით, ანუ დაახლოებით 200 წელიწადში ეგრე იბარტყოს, ხო? ჩვენი ერის შემოტრიალება და გადარჩენა არ არის utopia. რუსებს ახლა ყავთ 7,5 მილიონი შობადობის მქონე ქალი 20-დან 29 წლამდე, სინამდვილეში ქალს შობა შეუძლიათ 16-დან თქვა 50 წლამდე და მე ვამბობ, რომ ძალიან კონსერვატიულად რუსებს ვეუბნები, თქვენ ყავთ მინიმუმ 10 მილიონი ფერტილური ქალი, ხო? და თქვენ თუ 5 თაობაში 4-4 შვილი გეყოლებათ, 5 თაობაში მხოლოდ 4-4 შვილი, ხო? თქვენ იქნებით სოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი, ანუ 2,4 მილიარდი რა. და აი უნდა იყოს მეთქი თქვენი ნაციონალური იდეა, არა კი რაღაც მიწების წართმევა სხვებზე, არამედ იმ მიწის დასახლება, რომელიც თქვენ ღმერთმა მოგცათ მეთქი რა. მაგრამ იმისთვის რომ თქვენ ეს გააკეთოთ, თქვენ ისეთი ქრისტიანულები უნდა გახდეთ ისევ, ან ჩვენც რომ გამრავლდეთ რა, რომ ეხა არ შეიძლება ხორცის გამრავლება, ასე ვთქვათ, ადამიანების გამრავლება თავისთავადი მიზანი იყოს, მაგრამ ეგ მიზანი მიუღწეველია თუ შენ სწორ ეროვნულ იდეოლოგიას არ აღიდგენ. ამიტომ ნამდვილი ბედნიერება შვილებო არის არა ისა რა ქვია ოჯახზე გაურჩების, ყველაფერზე ზიზღით ლაპარაკის და ნარკოტიკების და გარყვნილების კულტურა, არამედ პირიქით მორჩილების, წესიერების, შენი სურვილების კონტროლის კულტურა და აი ამ ომიანობის პლანეტაზე ხო ჩვენ მარტო ესე უნდა ვიაროთ. ეხა ვიცი რომ დაგწინებენ, ვიცი რომ არ მოგვისმენენ, ვიცი რომ შეგვრაცხავენ რაღაცა შავრაზმელებად, მაგრამ ჩვენ ამისი დრო არ დაგვრჩა რა. ჩვენ გვინდა რეალიზმი და ქმედითი პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ერს განადგურების რეჟიმიდან გამოიყვანს და დააბრუნებს გამრავლების რეჟიმში. ეს არის ამ ტელევიზიის მიზანი, ამ საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანი და გიორგის მიზანი და შოთაც მიზანიც. მე დარწმუნებული ვარ. რატომ გვიყურებს? გვიბრძანეთ. საინტერესო აი თემა შევეხეთ, ჩემი აზრით ცოტა ცივილიზაციური ისიც არის. იმიტომ რომ აი რაც კი ის ყოფილა სტატისტიკები და კვლევები ბოლო პერიოდში შობადობის თემასთან დაკავშირებით, სად არის დადებითი სალდო და ასე შემდეგ, აი პატრიკ ბიუკენენს ჰქონდა კონსერვატორი ამერიკელი პოლიტოლოგია, ამაზე ცელი წიგნი. ფაქტობრივად, ესე იგი, ქრისტიანულ ქვეყნებში
იგივე დემოკრატიულ ქვეყნებში, დასავლურ ქვეყნებში ყველგან არის ესე იგი შემცირება. ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც არის დადებითი სალდო არის ალბანეთი, იმიტომ რომ იქაც არის ისლამური კულტურა, ისლამურ ქვეყნებში არის ზრდა და შესაბამისად ინდოეთში და ასე შემდეგ. აი ეს უფრო ასე ვთქვათ, უფრო ეროვნული საკითხია თუ უფრო აი მე არ მიყვარს რაღაცა ის იარლიყების მიწეპება და ესე განზოგადება, მაგრამ აი ესეთი პირდაპირი პროპორცია და კორელაცია როა დაუშვათ ისლამს და შობადობის მატებას და ქრისტიანობას და შობადობის შემცირებას შორის, აი ამაზე რისი თქმა შეგვიძლია? მე რუქები და სტატისტიკაზე პირად ვიცი, იმიტომ რომ სულ მაგაში ვცხოვრობ და ესეთ პასუხს გაგცემდით, რომ აი მაგაზე მე ჩვენი ეროვნული ტიპები, ვინც ქრისტიანები არ არიან, არ დადიან ეკლესიაში, არ ეზიარებენ, აკეთებენ ხოლმე სრულიად სტარ დასკვნას, რომ იმიტომ რომ ქრისტიანობა არასწორი რელიგიაა და სინამდვილე და ფაქტები და სტატისტიკა არის პირიქით. ჩვენ აღარ მრავლდებით, აღარც დასავლეთის ქრისტიანობა, აღარც აღმოსავლეთის, არა იმიტომ რომ ქრისტიანობა არის არასწორი, არამედ იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ ქრისტიანობა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ქრისტიანულად ცხოვრობდით, ჩვენს ოჯახებში ეს სულ რაღაცა 100 წლის წინ იმდენივე ბავშვის და მეტი ბავშვის ყოლა, როგორც ახლა მუსლიმებს ყავს, ნორმა იყო. და იმ ერებმა, რომლებმაც ქრისტიანობაზე უარი არ თქვეს, მაგალითად აფრიკის კონტინენტის ნახევარზე მეტი არის, ძალიან ბევრი არის ქრისტიანული რა. იქ სწორედ შობადობა არის კიდევ უფრო მაღალი ვიდრე მუსულმანურ ქვეყნებში. ამიტომ ორი აზრი არ არის, რომ ჩვენი პრობლემა არის დაკარგვა ქრისტიანობისა და არა ქრისტიანობა. და სამომხმარებლო საზოგადოებაშიც ალბათ და ლიბერალიზმშიც, იმიტომ რომ child free თეთრი ეს მოძრაობები და რაღაცები, აი პირდაპირ რელიგიურობის დონე, მიწასთან ცხოვრების დონე, მაღალსართულიანი კორპუსების რაოდენობა, ეს ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთზე. მოსკოვში ახლა სადაც ვარ, ყველაზე დაბალი შობადობა არის სიტიში. ყველაზე მდიდარ ნაწილში მოსკოვის. იქ არის ძალიან ძვირიანი ბინები. მოსკვა სიტიში ბავშვები არ ჩნდებიან. ყველაზე მდიდარი ხალხი მან ცხოვრობს. ბინა 1 კვადრატული მეტრი სიტიში ღირს დაახლოებით 10-დან 20,000 დოლარამდე 1 კვადრატული მეტრი. და შუშის ასეთი გიგანტური ცათამბჯენებია, რესტორანი გინდა, ფიტნესი გინდა, ყველაფერი გინდა მოსკოვის ცენტრშია. ბავშვი იქ არ ჩნდება. იმიტომ რომ ის ვინც ფულს მისდევს და იძახის რომ ჯერ ფულს ვიშოვებ, მერე ბავშვებს გავაჩენო. იქ არაფერ კავშირში არ არის. და ერთსართულიან რუსეთში ბავშვები ჩნდებიან. ესე არის ყველგან. იმ დღეს ვიღაც რუსი ისტორიკოსი შემეკამათა, რომ მაშინო ღაზაში რატო ყავთ ამდენი ბავშვებიო, როცა კორპუსებში ცხოვრობენ და მეოთხე შეკაიკაცო ერთი ღაზაში ცათამბჯენები არ არის და მეორეს ერთი როგორ გონია ხა შენ ღაზალი ოჯახი რო დაასახლო მიწაზე სახლში სადაც ბაღი აქვს, ნაკლებ ბავშვს გააჩნდეს თუ მეტს, ვიდრე ისეაც აჩენს ღაზაში, ხო? ამიტომ ყველა კულტურაში, ყველა ერში ერთსართულიანობა უდრის გამრავლებას, ეს დემოგრაფიული მეცნიერების აქსიომებია. და რატო? იმიტომ რომ მიწასთან და ბუნებასთან ყოფი ადამიანი სეკულარული ელით რო ვთქვათ, უფრო მშვიდი და დაბალანსებული ცხოვრებით ცხოვრობს და მორწმუნე ადამიანის ენაზე რო ვთქვათ, უფრო ახლოა ღმერთთან. ღმერთთან შენ ახლოვდები არა ბაბილონის გოდოლის სართულებზე აბობღებით, არამედ მიწასთან ყოფნით. ანუ მიწის გავლით ხდები შენ ღმერთთან და არა ბეტონის სართულებით. ამიტომ ჩვენ უნდა ავგრძელოთ მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. შეგვიძლია თქვა რაც ქარხნები დაგვრჩა თბილისში, გადავაკეთოთ თქვა თანამედროვე სტანდარტებით საცხოვრებლებად, მაგრამ თუ იქ ქარხნების ალპინას არ ვაპირებთ, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ აუცილებლად უნდა ავაშენოთ არა კორპუსების და ჭიანჭველების იმასავით საქართველო, არამედ ერთსართულიანი საქართველო. ყველა ქართველს უნდა უნდოდეს ან ქონდეს სახლი, ქვევრი, ბაღი, ბოსტანი და გინდა ბანკირი იყოს, გინდა დიზაინერი იყოს და გინდა IT-შნიკი იყოს. აი ეგეთ საოცრებაა. სტატისტიკა პირდაპირ გვაჩვენებს. ერთი და იგივე პროფესია, ადამიანი ქალაქში ცხოვრობს და ადამიანი ცხოვრობს სახლში. აი ფერმერი არ არის, უბრალოდ ცხოვრობს სახლში მიწაზე. და შედარებებია რა, ერთი და იგივე ასაკი ეროვნება პროფესია. ვთქვათ IT ინჟინერი რუსი. როცა სიტიში ცხოვრობს და როცა სადმე პერეასლავ ზალეცკში ცხოვრობს,
ერთსართულიან რუსეთში, ხო? ქალაქში როცა ცხოვრობს, რატომღაც ბევრად მეტჯერ ღალატობს თავის ცოლს, სწყენს მას და ბევრად უფრო ხშირად შორდება მას. აი ერთი ასაკი, ერთი ეროვნება, ერთი პროფესია და რაღაცა magic ხდება, რაღაცა მისტიკა ხდება ურბანისტიკაში. რა იქ მეტია ღალატი და უოჯახობა ვიდრე აქ. ამიტომ ორი აზრი არ არის, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ გადავრჩეთ, ჯერ ერთი უნდა შევცვალოთ სახელმწიფოს იდეოლოგია, არქიტექტურული პოლიტიკა, რაზეც არაერთხელ გამიკეთებია წერილი ან ტელემიმართვა, რეგულაციები და შეუბეროთ რა, თორე ესე თუ გავაგრძელებთ აღარ ვიქნებით. ლევან, შენ ისეთი თემა წამოჭერი, რომ მე მგონი მთელი საქართველოს დედრობით ის კესი შენ ესე იგი მხარს დაგიჭერს, იმიტომ რომ ღალატი თუ არ იქნება, ყველა გადაასახლებენ თავის ქურებს ყველანი სოფლებში. ესეთი ტენდენცია იქნება. ეგ პარადოქსია, სხვადასხვა ეგ ძალიან ღრმა თემაა, მატრიარქატი რატო გადის ქალაქში, იმიტომ რომ მას ქალაქი ეძახის, მას უნდა და მე ის იქ უბედურდება თვითონ, მისი კაცი კასტრატი ხდება და ეს თავის უკაცობაში თვითონ ემგვანება კაცს. და ეს ძალიან ღრმა თემაა, მაგაზე არაერთხელ გვისაუბრია და ჩვენი ყრუ ფემინისტები და ლიბერალები ამას ვერ გაიგებენ ვერასოდეს. კარგი, დავამთავროთ ამით ჩვენი გადაცემა. გუშინ ბოდიში, შოთა გუშინ მე მგონი ჩვენმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ მშობიარობა იქნება უკვე უფასო. აქამდე რატო არ იყო უფასო, ეგ არის საინტერესო. და ამიერიდან მშობიარობა უფასო იქნება საქართველოში. ხო, ეგეც კარგი. საქართველოს მოქალაქეები. დღეს ჩვენ მოვკალეთ დღეს ჩვენ მოვკალით 120 ბავშვი დაახლოებით დედის საშოში დანით და ამას არავინ არ გლოვობს და ესე ვართ ყოველ დღე. ყოველ დღე ვკლავთ დაახლოებით 120 ბავშვს აბორტის სახით. და სანამ ამას არ აუგრძალავთ, არაფერი არ გვეშველება. აი დავასრულოთ ჩვენ გადაცემა, იმიტომ რომ ყველანაირი მას გადავაჭარბეთ, ესე იგი ნორმას და დიდი მადლობა გიორგი. მადლობა თქვენ პირიქით. დიდი მადლობა ბატონ გიორგის მობრძანებისთვის, შოთიკო დიდი მადლობა და ერეკლეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.